მადლობა, ვინ შემოგვიერთდა. ვემზადებით ჩვენი ტრადიციული კონფერენციისთვის. გამარჯობებით ვიყოთ მეგობრებო. გაცივება ყოველთვის ცუდია, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებულად მძიმე. ამიტომ დაგვიანებისთვისაც ბოდიში მინდა მოვიხადო და არ ვიცი რაღაც უხერხული სიტუაციებიც არ შევქნა გადაცემის დროს. დღეს ტელევიზიაში როდესაც გადაცემა მიმყავდა, იქაც ვიგზენი რომ ეს გაცივება მართლაც მძიმე რამეა და მით უფრო ზაფხულში. მინდა მშვიდობით ვიყოთ, მინდა რომ თავისუფალი ადამიანების ერთობა შედგეს. ამ ბოლო პერიოდში ამ თემამ ძალიან გამოკვეთილად დაიწყო ჩემში მოქმედება, როდესაც ადამიანი თავისუფალია მის პასუხისმგებლობის პარალელში თქვა უნიკალურად დიდმა ამერიკელმა მწერალმა ფოლკნერმა და მართლაც როდესაც იხსენებ ბიბლიას, რომელიც ეგერ კაშრილი მიდევს ეს ნაწილი ზუსტად თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. იოანე ოქროპირი გადაგებს და სასაულია ეს მართლაც რომ თავისუფლებისათვის საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ყველაზე ძნელი და ყველაზე მძიმე დასანახია, როდესაც ადამიანის მონახდება. და მით უფრო ძალიან ძნელი დასანახია შენი ქვეყანა, როდესაც შენი ქვეყნის მმართველობაში მდიდარი მონები არიან. ეს არ არის მარტივი სიტუაცია ბატონებო. დღეს მე ყველა ის წიგნი მიდევს მაგიდაზე, რომელიც მეცნიერთა კონგრესის ეგიდით გამოიცა. აი უბრალოდ ეს დღეებია გარკვეულ ჯგუფთან მეცნიერების ვათვალიერებთ კიდევ ამ წიგნებს. უნდა გითხრათ რომ აი წიგნი რომელიც თითქმის 10 წლის წინ გამოვიდა გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მაინც რას ნიშნავს მეცნიერება როგორ სერიოზულად როგორ ყველაფერი გააზრებულად არის ჩამოყალიბებული და რაც დრო გადის მით უფრო ფასეული ხდება ეს წიგნი მე ვიცი რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ყველგან უნდა იყოს ყველა ქალაქსა და რაიონში გაგზავნილია ყოველ შემთხვევაში თუ ვთქვათ მათ აღრიცხეს და თბილისის საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს. ყველა ხელისუფალთან გაგზავნილია. ძალიან ძლიერი მასალებია. დღეს ჩვენს მეგობრებს ვეუბნებოდი რომ მარტო ორი დიდი წერლის ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. ილია ჭავჭავაძის დავით აღმაშენებელი და აკაკი წერეთლის თამარ მეფე ამ წიგნშია მოცემული. შევეცდები რომ მაინც იმ სიტყვით თამარ მეფემ მეფეთ კურთხევის დროს რომ თქვა და ეს მართლაც უნიკალური სიტყვა რომ არის ჩვენ რომ ძალიან სწორად ხედავდეთ ქვეყნის მომავალს ყველა ენაზე უნდა გქონდეს ნათარგმნი თამარ მეფის სიტყვა მეფეთ კურთხევის დროს რომელიც საუკუნეა საერთოდ ქალს თემ სოფლიოში არავითარი უფლებები არ აქვს საქართველოში მეფე ქალია და ეს ქალი ამბობს ისეთ სიტყვას რომლის დარი სიტყვა დღემდე არც ერთ მეფეს მეფეთ კურთხევის დროს არც ერთ იმპერატორს არც ერთ პრეზიდენტს მეფეთ კურთხევის მისი კურთხევის დრო აღსაყდრების დროს თუ რა ვიცი რაღაც
რაც კი ქონდა იმ დღეს არავის ასეთი მსგავსი სიტყვა არ უთქვამს. მე შევეცდები რომ დასასრულს ესე იგი ეს დავიკითხო, მაგრამ თავარი რა არის რომ ამ წიგნებში ხედავთ ჩვენ ძალიან ისეთ რამეებს რომელთა დარი დოკუმენტები შეიძლება ძალიან ცოტა შექმნილა ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით ნახეთ თქვენ მოქმედების მანიფესტი, რომელიც წაკითხული იქნა თეზისებად და შემდგომ გუშინ ძალიან ცნობილი ადამიანების ტარიელ ხარხელაურის, რომან რურუას, თემურ გუგუშვილის, ჯუბერ კოპალიანის, ну ესენი ძირითადად ვინც სათავე ერთად იდნენ ამ დოკუმენტის და როგორი დიდი დოკუმენტია შექმნილი და როგორც მეცნიერებათა აკადემიაში, ასევე საპატრიარქოში ითქვა, რომ აი ამის მსგავსი 21 საუკუნის ერთი გამოკვეთილად ქართული და ძლიერი ღონიერი ქართული დოკუმენტი არის. მე მახარებს რომ მეცნიერთა კონგრესშია ყველაფერი შექმნილი და მახარებს ის რომ ეს წიგნი, რომელიც ვიმეორებ 10 წელზე მეტი წლის წინ, ну იწერებოდა დიდი ხანი, მაგრამ 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა და გამოვიდა სერიოზული ტირაჟით, მართალია ძალიან დიდი ნაწილი დაგვიზიანეს, წყალი ჩამოუშვეს, მაგრამ მაინც ძალიან აი აქ დღეს როცა ვიხილავდით აი ამ პატარა წიგნს, რომელსაც ახალი განზომილება რა შევცვალეთ რომ გადავჭეთ. გასაოცარია პირდაპირ დღეს იმ ადამიანებაც კი, რომელთაც მივეცით რომ ერთი 10 დღის წინ მივეცით და ვთქვათ, წაიკითხეთ და მერე განვიხილოთ. აი ამ ადამიანებად თქვეს რომ ძალიან ცუდია რომ ყველა ოჯახში არ გვაქვს ეს პატარა წიგნი, ეს ბროშურა, რომ ვიცოდეთ, აი აქ არის ყველაფერი, აი 4 საკითხია მოცემული პროგრამულად, გარდა იმისა, რომ ანალიზია მოცემული და ყველა გაუცემული რჩება, როდესაც კითხულობს ხალხის წერილი ხელისუფლებას და მიმართვა ამავე დროს ხალხს. პირველ ნაწილში ეს არის მოცემული 3000-ზე მეტმა კაცმა მიიღო მონაწილეობა ამ წერილის შექმნაში, მეცნიერთა კონგრესმა პროექტი წარადგინა და 3000-ზე მეტმა კაცმა. და აი ისეთი ადამიანებიც კი, აი რამდენიმე პროფესორი, დოქტორი, რომელთან ზოგი ყველა თაობის წარმომადგენლები იყვნენ, ისინი ამბობენ, რომ ეს უგამორჩეულესი დოკუმენტებია. მით უფრო პროგრამული დოკუმენტები დავაკვირდეთ სახელმწიფო კაცების საკრებულო ნიუტონის სიტყვებით რომ იწყება, მე შორს იმიტომ ვიხედები რომ გიგანტების მხრებზე მდგავარ. ვის ეკუთვნის ეს სახელმწიფო კაცების საკრებულოს იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. როდის თქვა 2010 წელს. იმის შემდგომ რამდენჯერმე იქადაგა, რამდენჯერმე ხაზგასმა გააკეთა პატრიარქმა და თქვა რომ ეს არის გამოსავალი, რომ ეს უნდა შეიქმნას, არა, დღემდე ვერ მოხერხდა ამის გაკეთება. ბატონი ჯუმბერ კოპალიანი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში, ახლა მეცნიერთა კონგრესის თხოვნით, ძალიან ღირსეული და გამორჩეული პიროვნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ალბათ უნდა შედგეს. პატრიარქის წინააღმდება იყო, რომ არიან ადამიანები ქვეყანაში, რომელთაც დიდი გამსახურება აქვს, აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ამ ადამიანების ერთობას ქვეყნისთვის დიდი მომავალი აქვს და ყველა ეროვნული საკითხი, ვიდრე გადაწყდება პარლამენტში თუ მთავრობაში, ამ ადამიანებთან უნდა თათბირობდეთ ამ საკითხებზე და მერაბ ბერძენიშვილი მახსოვს ამბობდა, რომ მე საკუთარ სახლს დავთმობ, საკუთარ ეზოგარემოს, ოღონდ ასეთი რამ შეიქმნასო და მე მახსოვს როგორი განათებული თვალებით ბატონი თამაზ გამყრელიძე, ბატონი რეზო ჩხეიძე, მეც ვიყავი ამის მონაწილე პატრიარქთან, რომ ვიყავით ეს დაახლოებით იყო ერთი 15 წლის წინ მაინც, როდესაც პატრიარქმა რო ბრძანა ეს 2011-2012 წლებია, აი მაშინ როგორ ხდებოდნენ ამას და როგორი იმედით იყო. აი მაგრამ ამის შექმნა არ შეუძლია მარტო თქვა რომელიმე ჯგუფს, ეს იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას დაეწყო, ხელისუფლებას, ხალხს, ეკლესიას, ყველას ერთად გავკეთებია და აქ პრინციპებია ჩამოყალიბებული, როგორ უნდა შექმნილიყო. ესე იგი, როგორი ინსტრუმენტები აქვს ჩამოყალიბებული მეცნიერთა კონგრესს, რომ აი ასე დაწევკებული არ ვიყოთ, ასე მდგომარეობაში არ ცხოვრობდეთ, რომ ასე გადაკიდებული დანასისხლად ერთმანეთზე არ ვიყოთ და ქვეყანას, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება დიდი ერთობა, აი ესე ვიყოთ, ერთობით ვიყოთ, თანაც ბიბლიურ პრინციპით თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. თავარი სამშობლოა. ამ საკითხში ჩვენ არავის ერთმანეთს არ უნდა ნიშნის მოგებით, არ უნდა ველაპარაკებოდეთ. ყველა ადამიანში არის სამშობლო და ყველა ადამიანი განიცდის აი იმ ტვირთს, რომელსაც სამშობლოს ტვირთი ქვია. აი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს უსამშობლოებს უწოდებთ, თვითონ ხდებით უსამშობლონი
და როდესაც ამას ვაკეთებთ, აი ლანძღავთ ერთმანეთს, ჩვენ საქართველოში დავიბადეთ, ამ ქვეყნის შვილები ვართ და თუნდაც ერთი ნიშანიც თუ არის ადამიანში, რომელიც სამშობლოსთან მას აკავშირებს, ჩვენ იმ ერთი ნიშნით უნდა ვიყოთ მასთან დამოკიდებული და ესე იგი მაშინ ვებრძოდეთ ყველა ნაკლოვანებას და არა ისე როგორც დღეს ლანძღვაგინებაში ვართ და ლანძღვაგინება მოდის პოლიტიკოსებისგან, ხელისუფლებაში არიან თუ ხელისუფლების გარეთ. მე ესეთი ნაგვითი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, აი ხას უსვამ, ნაგვითი დამოკიდებულება, სიტყვიერი, აი ესეთი რაღაც ლანძღვაგინებითი და ნაგვითი დამოკიდებულება, როგორიცაც პოლიტიკოსები ერთმანეთს მიმართავენ და ყველა ხელისუფლებაში არიან, ისინი არიან ყველაზე პატრიოტები, წავდნენ ყველაზე ხელისუფლებიდან და მეორე ხელისუფლება ეძახის, რომ ყველაზე არე პატრიოტები ხართ. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მე არავითარ შეგონებებს არ ვაკეთებ. მე ვეკნობი იმას, რასაც ბიბლია ქვია, მე ვეკნობი იმას, რასაც მეცნიერთა კონგრესი აანალიზებს და მე ვეკნობი იმას, რაც მეცნიერთა კონგრესმა ამ დოკუმენტებში ჩამოაყალიბა და ეს არის არა მარტო მსოფლიო გამოცდილება, არამედ ჩვენი გამოცდილება. წარმოგიდგენიათ რა ბრძანა პატრიარქმა. ქვეყანას ჰყავს დიდი ავტორიტეტები, რომელთაც თანამდებობები არ უნდათ და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აი ეს ადამიანები შევკრათ და ეროვნული ყველა საკითხი მათ უნდა ვეთათბიროთო და პრინციპები არ ჩამოყალიბებულია. რა უნდა თქმულიყო უფრო მეტი, რა უნდა თქმულიყო უფრო უკეთეს. ეხლა გამოდიან ადამიანები, იმეორებენ იმას, რასაც 10-15-20 წლის წინ თქვა მეცნიერთა კონგრესში. ცუდი არაფერია გაიმეორეთ, მაგრამ დამახინჯებულად გამოგვაქვთ, ისე როგორც ამ დღეებში ერთ-ერთმა პიროვნებამ თქვა, რომ არაპარტიული პარლამენტია საჭირო. ნუ საერთოდ გაუგებრობაა, როცა ასეთ იმას, მაშინ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიების პარლამენტი არ ჭირდება ქვეყანას, ეს მეცნიერთა კონგრესის პოზიციაა და ეროვნული თანხმობის ის ამას ცალკე ვიტყვით და ეს მეორე თავი აქ არის. ნახეთ, როგორ ეს პირველად 2007-2008 წლებში ითქვა პიროვნებათა პარლამენტი, პიროვნებათა ხელისუფლება, რომ პარტიების უგულებელყოფა კი არ ხდება, არამედ პარტიების მონაწილეობით, უპირველესად ხალხზე დაყრდნობით, პარტიების მონაწილეობით და საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ხალხს, ყალიბდება პიროვნებათა პარლამენტი, ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ამაშია გადარჩენა. ეხლა დამახინჯებულად გამოიტანეს ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი მირეკავს და მეუბნება, რომ თქვენი იდეა მოიპარეს. ვისაც გინდათ ის მოიპარეთ. მაგაში მე მამას კურდობას არ ვეძახი და მოპარვასაც არ ვეძახი, მაგრამ დამახინჯებულად ვლაპარაკობთ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ პარტიები მონაწილეობდნენ. ძალიან მარტივად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი, რომ ხალხი ასახელებს კანდიდატურებს, როგორც ეს საზოგადოებრივი პარლამენტი, პარტიები ასახელებენ. მარტივად ვთქვით, რომ ყველა პარტიამ გვაჩვენოს ერთი ვინ არის მის 300 კაცი, წაიკითხოს ის 150 კაციანი სია, რომელიც პარტიებს გარეთაა. ამ ეტაპზე პარტიებს მხოლოდ ერთი რამ აქვს გადასაწყვეტი, რომ პარტიის წევრები, თავის პარტიის წევრები არ შეიყვანონ და პარტიულები არ შეიყვანონ ამ სიაში და ვეძებოთ ხალხში, პიროვნებებში, პროფესიონალებში. აი ნახეთ თქვენ როგორი სერიოზული გამოსავალი მოძებნეს მეცნიერებმა, როგორ დამახინჯებულად ეხლა თვითონ რო უნდათ მოხდნენ პარლამენტში, ამიტომ მოიგონეს ის, რომ მოდი ეხლა პარტიას შექმნაც აღარ გჭირდება და ამიტომ შექმნა და არა ბატონებო, ჩვენ გჭირდება პატივისცემა ყველა პარტიისადმი, ოღონდ იმ პარტიისადმი, რომელიც დაგვანახებს, ვინ არის მისი 300 კაცი, შეგვახედოს, ვინ არის მის 300 წევრი, უნდა ყავდეს კანონის მიხედვით, არა? დაგვანახოს ეს, გამოვიდეს ლიდერი, წაიკითხოს იმ 150 კაციანი სია, რომელიც მას მიაჩნია, რომ იყოს და ამას 2-3 თვე უნდა იფიქრონ, უნდა იწვანონ, როგორც ითქვიან, რომ ქვეყნის მასშტაბით შეისწავლონ ხალხში როგორი ვიზე როგორია მოსაზრებებია, ჯერ პარტია იმის მიხედვით გაიზომება, ვინ რა შემადგენლობას დაასახელებს და მე გარწმუნებ თქვენ იმაში, რომ ძალიან ბევრი ერთი და იგივე ხალხს დაასახელებს და ჩვენ ძალიან ადვილად გადაწყდება ეს. მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ 50 კაცს ესა ოცნების გარკვეულ ჯგუფს თხოვეთ, რომ დაწერეთ თქვენი 50 კაცის სია, რომლის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება. თხოვეთ ის ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ჯგუფს. იგივე გავაკეთეთ მეცნიერთა კონგრესში. 15 კაცი ერთმანეთს დავემთხვით. ანუ 3-15 კაცი ერთი და იგივე დავწერეთ. ხედავ რა ოქროს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, ბატონებო. 150 კაციან სიას რომ დაწერს თითოეული, თუ ამას გულიანად დაწერს ჯერ ერთი, 10 პარტიის მეტი ვერ გვაჩვენებს იმას, ვინ ყავს ის 300 კაცი. ვერ გვაჩვენებს. არავის არ ახავს სერიოზული და თანაც დავინახავთ, ვინ არიან ეს პარტიის წევრები. და ამიტომ ამ 10 პარტია რომ 150 კაცს დაასახელებს, მე გარწმუნებ თქვენ, რომ 70-80 კაცი
ერთი და იგივე იქნება. მით უფრო როცა პროფესიონალებზე ვლაპარაკობ, მათ უფრო როცა უპარტიოებზე ვლაპარაკობ და გამოვიტანოთ 300-400 კაციანი სია და ხალხს უთხრათ, რომ აი პარტიებმა ხალხთან დათათბირებით შევადგინეთ ასეთი სია. ამ 300-400 კაციდან თქვენ ამოირჩიეთ ხალხო. ის 150 კაცი ხედავ როგორ კარგად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი და როგორ დაამახინჯეს ძალიან ბევრმა ამა თუ იმ პიროვნებამ, არა და ტელევიზიებში შესენი გამოყავთ. ჩვენ ამას არავინ არ გვალაპარაკებს. ეს ერთადერთი საშუალება Facebook-ია და ტელევიზია ქართული TV, რომელიც უნდა შევქმნათ, რომ ყველა ოჯახში უნდა შევიდეს. ეს ჩვენი ღირსების საქმეა, თუ ჩვენ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ამის თაობაზე გუშინ და ამ დღეებში ყოველთვის მეცნიერები როცა ვსაუბრობთ და განსაკუთრებით დამფუძნებლებმა ქართული ერთობის დარბაზის და აი პიროვნებმა, როცა ტარიელ ხარხელაური იტყვის იმას, რომ აი ეს სხვა გამოსავალი არ არის, ასე უნდა გაკეთდეს, მერაბერძენიშვილმა ეს თქვა, როდესაც ჯუმბერ კოპალიანი მოუწოდებს ამას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. შენახეთ, როგორ ლამაზად, კარგად, მარტივად არის ჩამოყალიბებული, არავით არის პრობლემები. აი ჩვენ რომ დღეს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება კონდეს და უნდოდეს ის, რომ საქართველო გავარდეს წინ, გავარდეს ამ სიტყვის მნიშვნელობით, საქართველომ ირმის ნახტომი გააკეთოს. კაი, ვიღაცას გონია მივდივარ წინ, ხომ? კუსნაბიჯებია. ვიღაცას მივდივარ, კარგია ყველაფერი, ხარისნაკვალებიც კარგია, ესე იგი კუსნაბიჯებიც კარგია, მაგრამ ირმის ნახტომი ჭირდება ქვეყანას დღეს და ამ სიტუაციაში, რომელიც ირგვლივაა ჩვენს ირგვლივ შექმნილი, ამით ისინი დაბნელებულები კი არ უნდა ვიყოთ პირიქით. აი ამ კრიზისში არსებობს ჩვენი როგორც იტყვიან სულიერი მისია, რომ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვასაც უშველოთ ჩვენ და ეს არის ის, რაც ღვთისნება, ის რა სულიერი მისიაც გააჩნია ქვეყანას და რისი გაკეთება დღეს რეალურად შეიძლება ოღონდ ამას ჭირდება პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ. ჩვენ ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ ერთმანეთის ლანძღვით ვართ დაკავებული, ხელისუფლების მომხრეები ლანძღავენ მეორეს, ისინი მოწინააღმდეგე ლანძღავენ ამას. არაფერი არ გამოვა ბატონებო. ამით არაფერი არ გამოვა, როცა სხვას ლანძღავ, საკუთარ თავზე უფრო ლაპარაკობ, ვიდრე სხვას ლანძღავ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამდენი საუბარი მე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერები ხართ, თუ ვინც პარლამენტში ხართ, ყველას მინდა გითხრათ, რომ დაანებეთ სხვაზე ლაპარაკს თავი. სირცხვილია ჩვენ რო გვინდოდეს დღეს გაანალიზება ამაზე უარესი პარლამენტი და ხელისუფლება ქვეყანას ვერც კი წარმომიდგენია, სადმე ყავდეს, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები არ არიან და პარლამენტში არიან მხოლოდ მდიდრები და მილიონერები, რომლებაც ფული როგორ იშოვეს, კაცმა არ იცის, იწყებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ამას იჯერებს ხალხი. და თუ გუშინ წინ იყო, თუ გუშინ 4 სხვადასხვა ტელევიზიით. ერთ ტელევიზიაში გამოდის პრემიერ-მინისტრი, მეორეში პრეზიდენტი, მესამეში გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, მეოთხეში უმრავლესობის ლიდერი და თითქოს ერთი და იგივე ტექსტს კითხულობს ყველა. გასაგები ეს გებელსის თეორიაა, როგორ უნდა ხალხი, ესე იგი აი როგორც იტყვიან, როგორ დაუკომპლექსოთ ხალხი. დაკომპლექსებულია ხალხი ქვეყანაში ბევრი რამის გამო და რა გვინდა ეს ჩვენ ქართველი მაშინაა ძლიერ, როცა თავისუფალია აზროვნებაში, თორე დაკომპლექსებული და მონათქცეული ქართველი საერთოდ სიკეთის გამკეთებელია და რამის გამკეთებელია, სირცხვილია ეს. მე რამდენიმე პიროვნებასთან მიწევს ამ ბოლო პერიოდში მუშაობა, ისეთი ხალხი, რომლებიც დაასახელეს, როცა ჩვენ ვთქვით, რომ ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება, მე ესეთი შინაგანად თავისუფალი ადამიანები ძალიან ცოტა მინახავს. არ არიან შებოჭილები, არ არიან შებორკილები, არ არიან კომპლექსები. მე მგონია, რომ ასეთი ადამიანების ერთობა შეუძლია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა მოხსნას, ვიდრე ამ დაკომპლექსებული და მონათქცეული. ხშირად გვახსოვდეს სიტყვები თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა, სიცოცხლის ფასად და ნუ იქცევით ადამიანთა მონებადო. დააკვირდით ახლა, მიმოიხედეთ ირგვლივ. ნახეთ, რამდენია იმის მონა. ადამიანი არის ის, რომელიც არავის მონა არ არის. ადამიანი არის ის, რომელიც ღვთის კანონებთანაა დაკავშირებული და ბუნების კანონებთანაა დაკავშირებული და არავის შეურაცხყოფას არ აკეთებს და ფიქრობს იმაზე, რომ როგორი უნდა იყოს მისი ქვეყანა და მისი სახელმწიფო. ვინმეს მონად ქცევა, ეს ყველაზე დაბიოთა კურსია და აი ამ დაბიოთა კურსით რაც მეტი წავა, მით უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. მე გითხარით მეორე პროექტი როგორ არის? ამაში არის ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. დააკვირდით როგორ არის ნათქვამი, ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. პროექტი ამ პატარა წიგნში ეს. აი ამ პატარა წიგნში არის ეს საჯარო ბიბლიოთეკაში. დარწმუნებული ვარ, ყველგან უნდა იყოს. ხელისუფლებაში ყველგან გაგზავნილია.
და არის პრინციპი ხალხი რომ ხელისუფლება არის დაქირავებული და არ შეიძლება იგი იყოს უფროსი. ხელისუფალი რომელიც გეუფროსება ის ხელისუფალი არ არის. იმას უნდა შენ მონად გაქციოს. ხელისუფალი არის მსახური. ხელისუფალი უნდა იყოს ამ ხალხის და ქვეყნის მონა. აი ამ შემთხვევაში აქვს მონობას გამართლება. როდესაც შენ ემსახურები ხალხს და ილია ჭავჭავაძემ კარგად თქვა რომ ხელისუფალი არის ის პერეფრას ვაკეთებ რომელიც ხალხის გზნობებით და საკუთარი აზრებით ცხოვრობს. ხალხის გზნობები როგორია და ხალხში რა განწყობაა? იცხოვრეთ აი იმ განწყობით და მე ნახეთ და ამოდრო თქვენ წარმოიდგინეთ ის კარგად და საკუთარი აზრებით. და კიდევ ერთხელ ვამბობ, განმარტავ. კლასიკური ეს დღეს უკვე გაგება, რომელიც მეცნიერთა კონგრესში ჩამოყალიბდა, პოლიტიკოსი არისტოტელეს დროიდან მოდის. პოლიტიკოსი ყველაზე მძიმე ქვეყნისთვის არის არისტოტელე წერს ბრბოს. მე ამას არ ვიკადრებ, ეხლა სხვა საუკუნეა და ამით არისტოტელეს კი არ ვემიჯნები, მაგრამ იმ პერიოდში შეიძლებოდა ამის თქმა. თუმცა ჩვენ ბრბოდ გვაქციეს ამ ბოლო პერიოდში, ისე გველაპარაკებიან და ისე დააზომბირეს და მე ამას რატო ვამბობ? მე გეტყვით კიდე, ისეთ ადამიანებში დავინახე უკვე ეს მონური ფსიქოლოგია და რაღაც მორჩილება, ასე იგი თუ მართლა ძლიერი უნდა იყოს, თორე შეიძლება გული გაგიტყდეს ყველაფერზე. ვინ არის პოლიტიკოსი? პოლიტიკოსი არ არის ხალხის ენაზე მოლაპარაკე. ხალხის ენაზე ლაპარაკი ყოველთვის არ არის პროგრესს მატარებელი, მაგრამ ხალხის გრძნობების, ხალხის მდგომარეობის გააზრება არის პოლიტიკოსობა. მაგრამ პოლიტიკოსი არ არის ის, ვინც ხალხთან ჩამოვიდა. პოლიტიკოსი არის ის, ვინც მაღლა პროგრესის მატარებელია, მაგრამ ზემოდან კი არ უყურებს ხალხს. არამედ და ხალხთან კი არ ჩამოდის, არამედ ხალხი მიყავს თავისკენ პროგრესის გზით. ესაა პოლიტიკოსი. ჩვენი პოლიტიკოსები ვინაა? სოციალური დემაგოგები. რომ აი ეს გაჭირება, რა გაჭირება აქვს ხალხს და ელაპარაკებენ რომელი ოჯახში შევლენ, აი იმ ოჯახის გაჭირებით განსაზღვრავენ მთავარ პოლიტიკას. პოლიტიკა ერთი ოჯახის იმით კი არა, აი როცა განზოგადება ხდება ყველაფერის 1000 და 2000, 3000 ოჯახი მდგომა, იქ ხარიბდება პოლიტიკა. და არ არის რომ ყველა ოჯახში შევლენ და იმ ოჯახს რაც ტკივა, იმას ეუბნებიან რომ მე გაგიკეთებ ამას. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის ზოგადი მთავარი საკითხები, რომელიც არის, რომელიც განზოგადებულად იყოს წარმოდგენილი, ამას ნიშნავს ეს. ხელისუფლება არის დაქირავებული. ეს უნდა გახსოვდეს. ხელისუფლება უფროსი არ არის. და ხელისუფლებას ვეუბნებით, ნუ ეუფროსებით ხალხს. და ამ დოკუმენტში წერია მეცნიერთა კონგრესის განმარტება. ვისაც გინდათ ის იყავით ხელისუფლებაში, ოღონდ შეასრულეთ რა? პირველი, აი რა ყალიბდება. ადამიანის ბუნებითი უფლებები უნდა იყოს დაცული. რა არის ადამიანის ბუნებითი უფლებები? სიცოცხლის უფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების თავისუფლება და მისწრაფება უკეთეს ცხოვრებისაგან. ეს არის ბუნებითი უფლებები. ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, იგი დაცული უნდა იყოს, მას აქვს სიტყვის უფლება, ის დაცული უნდა იყოს, მას აქვს საკუთრების უფლება, იგი დაცული უნდა იყოს და მას აქვს უკეთესი ცხოვრებისაგან მისწრაფების უფლება. სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, ადამიანს უნდა კონდეს, თუ ქვეყანა ვართ, თუ ხელისუფლება ყავს და თუ ხელისუფლება ვართ და თუ ხელისუფლება ხართ. ადამიანს უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი, საცხოვრისი, განათლების მიღების თანაბარი უფლებები და გარანტირებული სამედიცინო მომსახურება. გააკეთეთ ბატონებო ეს, ტაშ დაგიკრავთ. არავინ არ გებძვით. აბსოლუტურად ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, ის ქვეყნის ხელისუფლება არ არის. ჩვენ ამ დღეებში ძალიან ცნობილი პიროვნებების, აი ბატონი დავით გალიგაშვილი იქნება, აი ესე იგი ბატონი ესე იგი იოსებ არჩვაძე ძალიან ბევრს წერდა ამ საკითხებზე, მას ვთხოვთ და თქვა ბატონი ექიმი, ბატონი ზურაბ კუმსიაშვილი და ძალიან ბევრი პიროვნებას მოვიწვევთ და ავიღებთ და ვიტყვით, აი რა არის საარსებო კალათი. დავდებთ ამ საარსებო კალათას, მე განსაზღვროთ რა რაღებს ქვეყანაში და იმის მიხედვით იზომება ბატონებო, რომ
რა არის საარსებო კალათა ქვეყანაში, საარსებო პენსია, ხელფასი აქვს პარლამენტარს 12-13,000 ლარი კიდე თავის შეღავათებით და ყველაფერ დროიანგარიშოთ რომ რა პირობები როგორი აქვს და ასე შემდგომ 20-25,000 ლარი გამოდის თვეში და პენსიონერს 370-400-500 ლარი ეს არის ყველაფერი ის ხო სამარცხვინოა არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა სადაც 50-ჯერ მეტი მინიმალურ პენსიაზე და მინიმალურ ხელფასზე მეტი კონდეს რომელიმე ადამიანს ქვეყანაში პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი ჩვენთან დეპუტატს აქვს 50-ჯერ მეტი ვიდრე პენსიონერს ვიდრე მინიმალური ხელფასი საერთოდ მინიმალური ხელფასი ხო სასაცილოა შევარდნაძის დროს გამისაზღვრა 28 ლარი და დღესაც 28 ლარი ეს დოკუმენტი არ არის შეცვლილი ისევე როგორც განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ვერავინ ვერ მოიცილეს რომ რა არის რა უბედურებას საქართველოს განვითარებადი ქვეყანა რაღაც მესი ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივარ შეცდომა იყო მაშინ ეს იყო უდიდესი შეცდომა რომელიც მოქალაქეთა კავშირმა და მისმა ახალგაზრდულმა გუნდმა რატომ გააკეთა იმიტომ რომ დამოკიდებული ყოფილიყავით სხვაზე და გარედან შემოსულიყო დახმარებები ვითომ ჩვენ გაჭირებული და ქვეყანა ვარ ყველა ქვეყანა ბალტიისპირეთმა და სხვებმა უარი თქვეს ამაზე დახმარებებზე მათ შორის ისრაელმა და თქვენს რომ არავითარი ფულის გადმორიცხვა არავითარი თავიდანვე ჩამოაყალიბეს სწორი პოლიტიკა ჩვენ თავიდანვე მახინჯი გავხადეთ ეს პოლიტიკა როდესაც თქვით რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და აი მოგვეხმარეთ თქვენ და ვიღაცამ პური გამოგვიგზავნეთ ვიღაცამ მეორადი ტანსაცმელი გამოგვიგზავნეთ ვიღაცამ გახდა ყველაფერი მეორადი და უკვე მეორადზე გადავიდა ოჯახიც და ყველაფერი და ნუ აი აღარ მინდა უფრო სიღრმეში შევიდე ამის იმაზე რომ ყველაფერი მეორადი შეიძლება იყოს ადამიანისთვის ნუ ეს ხო და მაღაზიებია გახსნილი ჩვენთან რომელსაც აწერია რომ მეორადი საქონელი და ჩამოტანილი იტალიიდან საფრანგეთიდან გერმანიიდან ვის ეცვა რა იყო როგორ იყო მანქანების სხვისი გამოყენებული არ მინდა სიტყვა ნახმარი გამოვიყენო სხვისი მანქანები სხვისი კომპიუტერები სხვისი გამოყენებული აი ვიღაცამ გადააგდო მოიცილა მანქანა ისე ჩამოვიტანე და რა არის მანქანაში რა სულით მოდის ყველაფერი ვიცით თუ ბიბლია ვიცით და რაღაცას ყველა ნივთს აქვს სუნი ყველა ნივთს აქვს ცხოვრება ყველა ნივთს აქვს თავის ისტორია ხო არ შეიძლება რომ ყველაფერი იყოს გადატანილი იმაზე რომ მეორადით იცხოვროს ქვეყანა ყველაფერში ჩვენ მეორადით ცხოვრობთ მანქანა კომპიუტერია ტანსაცმელია ესე იგი საჭმელი რაც არ უნდა თვითონ იმას გიგზავნიან აქეთ და განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და რაღაც დააშენო აი ნახეთ თქვენ ხელისუფლება როგორი უნდა იყოს ვის ვედავებით მე ამ თეორიებს რომ ამბობ იმიტომ კი არა რომ მე ვიცი და თქვენ არ იცით თქვენც იცით მეც ვიცი და მეცნიერთა კონგრესმა შეკრა ეს პატარა წიგნათა თქვა ბოლოში არის ერთი მართალი ესე იგი მართალი ანუ მომავლის ტელევიზიები და ჩამოაყალიბა და ყველა ტელევიზიას მიმართა რომ გახდით ესეთი ნუ იქნებით პოლიტიკოსების და პარტიების და ფულიანების მსახურებია მითხარით საქართველოში არის ტელევიზია რომელიც აი ნახეთ ახლა რომელ 4 ტელევიზიაში გამოდიოდნენ გუშინ ისინი ანუ ისინია სახელმწიფო ტელევიზიები მეორეში იქეთ გამოდიან სხვები რატო გავყავით ეს ქვეყანა რა არის ეგ რა არის რატო გავყავით ეს ქვეყანა რატო დავყავით ასე როგორ კადრულობთ თქვენ ხელისუფლებაში ხართ თუ ხელისუფლების გარეთ რომ ქვეყანაში იყოს სახელმწიფო ტელევიზია და ოპოზიციური ტელევიზია ან როგორ კადრულობთ თქვენ ვინც ოპოზიციური ტელევიზიები ქვიათ ვისაც თვითონ რომ მიირქვეთ სახელს ტელევიზია უნდა იყოს მართალი როგორც მეცნიერები ამბობენ ამას და მერაბ ბერძენიშვილმა თქვა რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია მე არ ვიცი რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია მე ვიცი მართალი ტელევიზია სად არის მართალი ტელევიზიები ჩვენ ხალხს შეგიძლია შევქნათ ერთი მართალი ტელევიზია და ეს გახდეს ნიმუში და მაგალითი სხვებისთვის და მაშინ დავინახოთ გემო აი ხაზგასმით ვამბობ გემო დავინახოთ იმისა რას ნიშნავს მართალი ტელევიზია როცა ყველა შეგიძლია ჩვენი მოსაზრება ვთქვათ როცა ნებისმიერ დროს ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ პიროვნებას ერთწუთიანი სიტყვის თქვის საშუალება ექნება თუნდაც შეაფასოს ეს ტელევიზია არის თუ არა მართალი და ყველაფერი მე ჩემს მეგობრებსაც მინდა ვიმართო და უთხრათ რომ 1 ლარი 10 ლარის პარკლებში ყველამ გავიღოთ 500-მდე კაცი მოიძებნოს ქვეყანაში რომელიც 100 ლარის პარკლებში ყოველთვიურად შეწირავს რა არის ეგ ამ პატარა ქვეყანაში რომ შევდოთ ვაჩვენოთ მაგალითი რომ ამ დიდმა კაცებმა რომ ასეთი რამ თქვენს და აი ასეთი რაღაც ჩამოაყალიბეს აი ესე იგი რომ ეს შევძლოთ ჩვენ აი როდესაც ამ მართალ ტელევიზიაზეა ილია ჭავჭავაძის გამონათქვამი აქვს კარგია გაგვიძებული ადამიანი მაგრამ უფრო უკეთესია რომელსაც არ ზინავს საერთოდ და ესე იგი გულაღტკინებულია ქვეყნისთვისო მე თქვენ გაგვიძებთ
მძინარე ქართველებო თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ. ერის დიდება და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედურო თავის ისტორიას ივიწყებს. ტელევიზიებმა ისტორია დაავიწყეს. საშინელ მდგომარეობას ჩააყენეს. მე გითხარით ეს ორი წიგნი, რომელიც აქ არის, აი თუნდაც დღეს მე ემიგრანტთა ერთ გარკვეულ ჯგუფს ხვდებოდი და გაუშალე და ვაჩვენე ეს და წავიკითხე ხმამაღლა მათთან 4-5 ემიგრანტი იყო. რა სათაურია ეს ამ წიგნში არის 91 გვერდზე. ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის. ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო. და მე მათ ვუთხარი, რომ აი ჩვენ 21 სექტემბერს ეს პარლამენტი რომ საზოგადოებრივი პარლამენტი ხალხის ინტერესების განმოხატველი პარლამენტი რომ შეიკრიბება, იქ 150-200-მდე კაცი იქნება დასახელებული. რამდენის დარჩება 50, 60, 100, 200-ზე რო დარჩეს, ამას აჯობი აქ არის ჩამოყალიბებული და რომ წაუკითხე ესენი გვეუბნება რომ ამასო ზოგიერთი დღეს გამოვარდება და ერთ რომელიმე პუნქტს იტყვისო და აქედან მე ვეუბნები აქ არის სისტემურად ჩამოყალიბებული 5 გვერდზე ჩამოყალიბებულია კონცეფცია ეს არის ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის როგორ დახვეწილად როგორ აკადემიურად როგორ კარგად არის ყველაფერი ჩამოყალიბებული და ეხლა ახალ იმას ვეძებთ როგორც იტყვიან ევრიკა რა ახალი ამერიკა აღმოაჩინა ბევრმა რომ იტყვის რომ აი ჩვენ ემიგრანტები უნდა დავაბრუნოთ ასე არ ხდება ეგეთი რამ აი აქ ყველაფერი პრინციპების მიხედვითაა ჩამოყალიბებული და მეცნიერულად არის დასაბუთებული და გაკეთებულია ჩამოყალიბებულია მე არ მინდა ამ წიგნში ბევრ სხვა რამეზე კიდე ვილაპარაკო ესე იგი აი მარტო მიმართვა რომ არის გაკეთებული აქ აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვა ჩვენ მართლაც არ გვაქვს მომავალი ერთმანეთის გარეშე აი რამდენიმე მეგობარ აფხაზ ტელეფონით წაუკითხე ამ დღეებში ველაპარაკე ქართული იციან და რამდენიმე ოს ველაპარაკე ცრემლები წამოუვიდა ეს არის ეს წიგნი ეს არის მეცნიერების მიერ გაკეთებული ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფომ გითხრას რომ თუ კარგი რამე გაგიკეთებიათ გამოგიშვიათ ეს და მოდი ერთი კიდე ტირაჟი გავაკეთოთ და მოდი ყველგან მივიდეს ეს რა ხო ჩემი წიგნი არ არის ეს ხო ერთი კაცის წიგნი არ არის ეს არის მეცნიერთა ნააზრევი გამოცდილება სათაური როგორი აქვს გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ დღეს რაღაც სიბნელეში რო ვართ რომ ხან ამერიკას ვიძახდით და ეხლა ამერიკას წინააღმდეგ გამოდიან და რაღაცა გუშინ წინ ერთი კაცი გვეუბნებოდა რომ რუსეთი დაამარცხებს კი უკრაინას ვეუბნებ დაანებეთ თავი ამაზე ლაპარაკ რუსეთი დაამარცხებს უკრაინას არ დაამარცხებს დღეს გამოდი და ამერიკამ უნდა ესე იგი გააკეთოს ყველაფერი რომ იგივე კაცი ლაპარაკობს ამას რომ ესე იგი ამ უკრაინაში დამარცხდეს რუსეთი როდის ხარ მართალი თანაც ამბობ იმას რომ მე ხო ვამბობდი ყოველთვის აქვს ნათქვამი ერთ ადგილზე ერთი მეორე ადგილზე მეორე რომელიც დაჭირდება იმას იყენებს ჩვენ ამას ხო ვერ გავაკეთებთ იმიტომ რომ წიგნადაა ეს გამოცემული და ამ წიგნში გვიწერია ჩვენ თუნდაც ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს აი აგერ რომ გვიწერია ესე იგი ერთად ვიბრძოლოთ ცივილიზებული სახელმწიფოსთვის და ესე იგი რას ნიშნავს ქართული რომ ნახავთ თქვენ ამას რა არის იქ როგორ არის განმარტებული და როგორ არის ურთიერთობები აფხაზებთან, ოსებთან, ყველაფერი, როდესაც პირველად ითქვა ამ წიგნში, რომ ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას. პლანეტარულ აზროვნებას. ნაცვლად იმისა, რომ სოფლიო გაზეთებში დავწეროთ ეს, რომ ქართული ნიშნავს პლანეტარულს. ვერც ევროკავშირი და ვერც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება ამას. მე გითხარით, აგერ 2-3 წიგნი გითხარით ის რაც შექმნილია, თქვა მოქმედების მანიფესტი. აი ახლა ეს წიგნი უკვე რაც გადის ხალხში და რაც უფრო მეტი ეცნობა საქართველოს ინტეგრალური რესურსები ყველა არის განსუფრებული ყველა გვეუბნება იმას რომ მე საქართველოში მეცნიერი ვარ პროფესორი ვარ დოქტორი ვარ მაგრამ ასე შეკრულად რომ ნახე ეს ყველაფერი და ილოცება რომ მადლობა ამის ექნელებს გამომცემლებს ყველაფერს და ასე შემდგომ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან ბევრი პრეზენტაციაა დანიშნული და ну თქვა სხვადასხვა უნივერსიტეტებში თბილისში თბილის გარეთ შედგება ეს პრეზენტაციები და ხალხი ნახავს იმას რომ ეს უნიკალური წიგნია არავინ არ ამბობს იმას რომ სრულყოფილია და უკეთესი არ შეიძლება მე საქართველოში იმაზე კი არ არის საუბარი რომ აი თქვა ეხლა ეს წიგნი რო გამოვიდა ასეთი და არა იმან თქვა ჩემგან იმან ეს მოიპარა იმან ის ტყუილია ყველაფერი იმიტომ რომ ვინც ამას ლაპარაკობს ჩვენ თავის დროზე 2004-2005 წელში ფული გადაუხადეთ ამ ხალხს და მათ რო გამოაქვეყნეს ბევრი რამ
არასწორად მოიცდნენ, იმიტომ რომ ფული გადაუხადა ამ შემთხვევაში თეთრებმა და მეცნიერთა ესე იგი გარკვეულმა ჯგუფმა რომ შეიკრიბა თანხა, მეცნიერს უთხრეს, აბა მეცნიერთა ამ ჯგუფმა გააკეთეს ეს პროგრამა. და მე ეს პროგრამა 1000 ადგილზე გამოაქვეყნა თვითონ. ეს მისი ხო არ არის? ჩვენ შევკეთეთ ეს, ჩვენთან დაიწერა და გამოვიდა პირველად 2005, 2006 და 2010 წელში პრეზენტაცია. მე ვამბობ, რომ დღეს არის ესე იგი პარასკევი. სადღაც ორშაბათს, სამშაბათს მე შევეცდები რომ ეს სატელევიზიოც იყოს, თქვენ ნახოთ როგორი პრეზენტაცია გაკეთდა იმისა, რასაც აი ამის წინაპარი რა იყო საქართველოს ინტეგრალური რესურსები. 2011 წლის 26 მაისის წინა პერიოდში რომ ჩვენ როგორი პრეზენტაცია გავაკეთეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ქვეყნის რესურსების. აი იქ არის ჩემი მოხსენება, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გრძელდებოდა. ეს იყო მეცნიერების მიერ შედგენილი. დღეს იმის იქეთ ვერავინ ვერ მიდის, მაგრამ ჩვენ ტრიბუნა არ აქვს და ყველა იბრალებს ეხლა მას და გამოდიან ხალხს ვეუბნებით, რატომ ვისაუბრი ამდენი რამ. ორი რამეა ხალხო, ნუ იკლავ თავს და ნუ იგონებთ რაღაცებს, ყველაფერი ბიბლიაში წერია და ჩვენ შევეცადეთ რომ გარკვეული გამოცდილებით დაგვეწერა ეს. კი ბატონო, განვავითაროთ, ვიმუშაოთ ერთად და გავაზრიეროთ. ცალ-ცალკე რომ გამოდიხარ და რაღაც ზღაპრებს ყვებით და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დამახინჯებულად გადაგაქვთ ეს იდეები, არაფერი არ გამოვა და ეს ხალხი ცელა ძალიან ბევრი იმეს გვარს ხედავ აქეთ და ერთიანდებიან სხვადასხვა გაერთიანებებში, ქმნიან ამას ყველაფერს ვეუბნებით რომ ყველა გაერთიანება, ყველა პარტია ეს არის გამდიდების მანიით შემკრობილი ადამიანების რაღაც გარკვეული ჯგუფი ითქვის რომ აი ვინ არის ახლა თემურ შაშიაშვილი, მე არავინ არა ვარ. მეცნიერთა კონგრესმა შექმნა ეს. მე რატო არ უნდა შევქმნა? მე უნდა ვიყო ლიდერი. ძალიან ბევრი რომელიც მოვიდა ჩვენთან და ვერაფერი კვალი ვერ დატოვა მეცნიერთა კონგრესში, წავიდა და გაერთიანებები შექმნა გარეთ. რატომ? იმიტომ რომ ყველას უნდა რომ ლიდერი და თან იძახეს. მე ლიდერობა არ მინდა, მე არაფერი არ მინდა. ვინც ამას ამბობს, ის მეაში ეჭვია უკვე, თუ შინაგანად არა აქვს ეს. ძალიან სერიოზული ეჭვია. პირველი ეს არის რომ და მეორე, რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა. და აი აგერ სათაური, რომელიც მივეცით ჩვენ აი ამ ბოლო დღეების იმაზე საუბრობ, ესე იგი არის დოკუმენტი დევს ჩვენთან, რომელშიც გუშინწინდელი გამოსვლას, უпроსორად ეს იყო გუშინ ხოხუჩაბას გამოსვლა იყო, როდესაც ხელის მომწერები ერთი სამშობლო მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო აი მათი მონაწილეობით რომ შედგა, იმას აქვს ესეთი სათაური, რომელიც ზუსტად მინდა წაგიკითხოთ და ნახოთ რომ როგორია ნახეთ. ბევრმა მითხრა რომ ასო მძიმე შეფასება გაქვს გაკეთებული. კი ბატონო, ღმერთმა ქნას რომ მევცდები ამ შეფასებაში. აი რა არის შეფასება? წამს და ჯერა მომავალი დღევანდელი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას გაცილებით მეტად ინტელიგენციას დააკისრებს, ვიდრე ხელისუფლებას და სწორიც იქნება. ძლიერი ხალხის ინტერესების დამცველი ინტელიგენციის პირობებში ხელისუფლება ასეთი უტიფარი თავგასული ვერ იქნებოდა. კი ბატონო, მე ვცდები ამ შეფასებაში. ღმერთმა ქნას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ჩვენ. ეპოქას ყავდა თავისი ძალიან ძლიერი შემომძახებლები. ვინმე ვიცის ილია ჭავჭავაძის დროს ვინ რა თანამდებობაზე იყო? იმას ქვია ილია ჭავჭავაძის ეპოქა. ვინმე ვიცის ვინ რა თანამდებობაზე იყო? ნიკო ნიკოლაძის დროს. საქართველოში ვინ რა იყო იცის? იმას ქვია ნიკო ნიკოლაძის ეპოქა. ვიდრე ის ქმნიდა და ის არ იყო მონა და იყო შემოძახილს აკეთებდა მთელი ქვეყნისთვის. უამრავი შემილია მე ცოცხლად შევხვდი, როდესაც ლალე ჯავახიშვილი ნახე მარტო რომ იდგა პარლამენტის წინ, მარტო ერთი კაცი და თქვა მე 100,000-ები არ მჭირდებაო. გამოვიდა და რაც იმ კაცმა ჩამოაყალიბა ერთმა კაცმა, ის ყველაფერი აღმოჩნდა მართალი. გიგა ლოთქიფანიძე მახსოვს, ჯოხს რო დაკრავდა. ოტიერსელიანი მახსოვს, რო შემოძა. სადახართ ბატონებო? სადახართ? ეპოქა შემომძახებლები ჭირდება. ნახეთ ხალხი რა მდგომარეობაშია. კი, მე რაც არ უნდა სწორი რამე ვთქვა, მე მაინც პოლიტიკოსად ვთვლიან.
ეს ჩემი უბედურებაც არის. ჩემი უბედურებაც არის ეს, მაგრამ ვერ გავიდა ხალხი იქიდან რომ პოლიტიკოსების დრო არ არის. და მე თვითონ გავაჩერე ძალიან ბევრი რამ ჩემი პარტიაში და სხვაგან. რა იმის გამო კი არა რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ლიდერი რო ვიყო და არ ვიცი როგორ შეიძლება ქუჩის აქციები მოვაწყო და ყველაფერი. არ იძლევა ეს შედეგს. ეს არ არის ქვეყნის განვითარება, ეს არის დაპირისპირება. დაპირისპირება არის ყველა უბედურების საფუძველი და საფუძველი. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირების გზით წასვლა. ჩვენი ამოცანა არის რომ როგორმე სულიერი მისია რომ შეასრულოს ქვეყანამ, უნდა იყოს ერთობა. ყველა დოკუმენტი რომელიც შეიქმნა მეცნიერთა კონგრესში, ეს არის ორიენტირებული ერთობაზე. იმ ბიბლიური პრინციპით რომელიც გითხარით, თავარში ერთობა, სადაუში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი სიყვარული. მე ვნახე გუშინ წინ აი ამ დოკუმენტზე ხელმომწერიც კი ამბობს იმას რომ ესე იგი მე ხო ვიცი რას ლაპარაკობდა ადრე. ეხლა ლამის რუსეთში შევიდეს. მანამდე ლაპარაკობდა ამერიკა. დღეს რა გვინდა ესენი და რა არავინ არაფერი ჩვენ გარედან არ გვახვევს ბატონებო. ეს ხელისუფლება გვატყუებს ჩვენ. მაგრამ უბედურება ამაშია რომ ჩვენ ვერ მოვერიეთ ამას. და ხელისუფლება აძლიერებს ხალხში იმას რომ ვიღაცა გარედან გვებზვის ჩვენ და ვიღაცა გარედან თუ შენ ვერავინ ვერ გაგიბედავს ვერაფერს. იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერს აბრალებდნენ რომ აი შევარნაძის იმან დარეკა მის მეუღლეზე რაღაც 1000 ჩემ ცხოვრებაში არ მოდაურეკავს ჩემთან. და შევარნაძის მიშვილები საბარგულში იმალებოდნენ ზესტაფონში რომ ჩამოსულიყვნენ. შევარნაძის პრეზიდენტობის დროს. ესე იგი რო გირეკავს და რო გეუბნება რაღაცას, რაღაცაში ვარში ხარ მასთან. ნუ შედიხართ რა მოვალში რა, იმიტომ ამბობთ რომ ქვეყანა სჭირდება ხელისუფლებაში ისეთი ხალხი რომელიც ქვეყნის შიგნით შურის ძიებით არ არის, ვიღაცას არ უნდა დაეტაკო და ქვეყნის გარეთ და ვალდებულებები არ გაგაჩნია ქვეყნის გარეთ. 1000-ჯერ მithkoms და გამიმეორებ. იმიტომ კი არა რომ რაღაცა მე გამზარდეს ისეთმა პიროვნებებმა სკოლაში და სკოლის გარეთ. რომ მე რომ აქვს რეზო თაბუკაშვილის ისინი აი რომ ჯარვარ მის წინ და მომისმენია რეზო თაბუკაშვილი ეს იყო შემკრები. მასთან აი ჯერ მახსოვს როდესაც აი დაძაბული პერიოდი იყო როგორ გამოვიდა ფეხზე წამოდგა ყველა რაღაც სხვა ეს კაცი დახვეწილად ყველაფერი გამოვიდა და უთხრა რომ ხალხო ეს დაპირისპირებაო მე მისი თქმის ვიმეორებ როცა ვამბობ ეს დაპირისპირება მართალიც რომ იყოთ 1000%-იანი რომ იყოთ ამ დაპირისპირებაში დაპირისპირება არის კატასტროფაო ესაა ბიბლია ესაა ჩვენი ილია ჭავჭავაძე რა დაწერა მან აი ეგერ გვაქვს ხომ იმაზე ბედნიერი მორიგება აი ეგერ გელაჩი თქვა ხომ დიდი მოძღვარის დაკრძალვის დროს თქვა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ყველა გველაპარაკება იმას რომ შენ როცა ვიღაცას უპირისპირდები უკვე წაგებული ხარ თუ გინდა გამარჯვება გაიმარჯვე საკუთარ თავზე ეს არის ბიბლია ეს არის მეცნიერება ეს არის ყველა ჩვენი დიდი წინაპარი ილია ჭავჭავაძე გნებავთ და ვინც გნებავთ ეს არის დავით აღმაშენებელი განუბანი სინანულის ან დაწერა იმიტომ კი არა რომ რაღაცას არამედ თაობებს დაუტოვა და უთხრა რომ აი ამას ვინანიებ ყველაფერსო რა ქონდა როგორც ანა კალანდეზე თქვა დიდ მეფეო რა გაქვსო ასეთი რა გაქვსო მოსანანიებელი არაფერი მას პირიქით შექმნა ვებერთელა რამ მაგრამ იმან დატოვა მაგალითი იმისა რომ სინანულით უნდა იცხოვრო ქვეყანაში და უნდა იყო მადლიერებით უნდა იყო ქვეყანაში და თუ უნდა გაიმარჯვო საკუთარ თავზე ყველა სხვას როგორ ებრძვის კაცო რა არის ეგ ნუ რა ესე იგი ყველა სხვას ებრძვის ყველა გენიოსია ყველასთვის სხვა არ დამამცირებლად ლაპარაკობს სხვაზე ვითომ სხვა არაფერი არ არის ერთ უჯრედიანს რომ ქართველს დაუძახებ შენ თვითონ ხარ ხო ერთ უჯრედიანი ამება არისო კაცო ადამიანზე თქვა პოლიტიკოსმა ეს ამებები არიან ესენია ხელისუფლებაში მყოფნი ამბობენ ოპოზიციაზე ოპოზიცია ლაპარაკობს ხალხო შეიძლება ეგეთი ტონით ლაპარაკი შეიძლება ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკი ეს არის საქართველო მე ტონითაც არ ვარ გაჩემი რომელიც თქვა ეხლა მე ვსაუბრობ და განვიცდი ამას და მეორედ რომ ნახავ კიდე უფრო ამას და
შემდობას გთხოვთ ამის გამო, მაგრამ ადამიანურად განვიცდი ამას ყველაფერს, რომ ბიჭო, ნუ თუ დღეს ვინმესთვის არის, ვინმესთვის, თუ გარედან არ იმართები, თუ ვინმე ფულს არ გაძლევს, ან გარედან ან შიგნით, შეიძლება რომ რომელიმეს მხარეს იყო დღეს? შენ უნდა იყო საქართველოს მხარეს. არც ერთი პარტია საქართველოს მხარეს არ არის დღეს. ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე. მე დღეს აქ მიწევს ძალიან იმაზე პასუხის გაცემა, რომელსაც მე წავიკითხავ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აგენტები არიან და ესეთები არიან და ისეთები და აგენტები ვიზულებული გაქვთ მოგვეყანა ხელისუფლებაშიო და აგენტი იყო პრემიერ-მინისტრი. ხალხო, თქვენ აზროვნებთ რას ვლაპარაკობ ჩვენ? რა, ესე იგი, აი უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ იმას, რომ აი ნუ თუ ეს საქართველოა, ხანდახან ვკითხულობ, ზოგიერთი ვინმეს გამოსვლას ვფიქრობ, ნუ თუ ეს საქართველოა. მაგრამ იმას თავის დამცველი ყავს. და გაჩვენებთ აგერ, როგორი რამეები გააკეთეს კომენტარები და რაღაც დაწერეს ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტებში, რომელსაც მე ამას მინდა დაუბრუნდე და დღეს არა, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთ რამეზე ვამბობ, რომელიც სახვალიოდ მე გაუცებული ვარ ინტელიგენციის აი დუმილით. გაუცებული. ხშირად მაქვს ბატონ რომან ურვასთან კამათი. გამოვა და ვეუბნები ბატონო რომან. ამხელა ტიტულები გაქვს. ამხელა გააკეთე ერთი 10 კაცის ორგანიზაცია და მიდი და გამოაცხადე ხმამაღლა, რომ ბატონო ბიძინა მოვდივარ თქვენთან. მიდი და დაელაპარაკეთ. ამას არ აკეთებ, ვერ აკეთებ. არ არის ეგ ნორმალური სიტუაცია. როდესაც ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს, ოთარ მეღვინე-თუხუცესთან მივედი. და თხოვეთ ჩვენ იმას, რომ მისულიყო სააკაშვილთან და ეთქვა რაღაცა და ძალიან შეწუხდა, ბევრი რამის გამო არ მინდა ახლა დეტალებზე ვისაუბრო. მაგრამ რატო იყო ძლიერი? გადადგეს ნაბიჯი და მივიდა. გასაგებია, მან არ გაითვალისწინა არაფერი. აბსურდული რამის გამო დაიჭირეს. მაშინ ირაკლი ბათიაშვილი, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნული ხილობის ჩატარება გვინდოდა და ნუ ახლა ის მეგობრობდა იმ პიროვნებასთან, რომელიც ამაში ეს იყო, ამას ჩაიჭიდნენ ისინი, რომ ის ვინც ამ დალის ხეობაში და დალის ხეობის ადალი ვარ და ნუ აღარ მინდა დეტალებში შევიდე ახლა, მეგობრობდნენ და ამის გამო ვითომ ინტელექტუალური დახმარება გაუწიაო და ამის გამო დაიჭირეს კაცი. მაგრამ ოთარ მეღვინე-თუხუცესმა კაცურად გადაწყვიტა ნაბიჯი და მივიდა და თხოვა მიხეილ სააკაშვილს, რომ არ შეიძლება ამის გაკეთებაო. ვინ ამაღლდა და ვინ დადაბლდა? ოთარ მეღვინე-თუხუცესი კიდევ უფრო ამაღლდა და მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დადაბლდა, რომ ეს არ გააკეთა. და ინტელიგენცია რა, თქვენ ხედავთ ამ იმას და ეხლა როცა ეუბნები გეკამათებიან იმაზე, რომ თქვათ ყველა უყურებს იმას, რომ ხელი გაულაწუნა. მე იმდენი რამ ინახავს, ხელი გაუნაწულა კი არა. პრეზიდენტს ბუშს ესროლა ფეხსაცმელი და თავში მოარტყა. და არ დაიჭირეს ის კაცი. პოლიციას გაარტყა, რა თქმა უნდა, ცუდია, ვინ ამართლებს. მაგრამ პარლამენტში რომ ტრიბუნასთან მივარდა და მდინარაძე რომ ცემა პიროვნებამ, ქალაქის მერობა რომ უნდა ეხლა. ეს კიდე დაცინვაა თბილისის, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. კი, მაგრამ პარლამენტში შეიძლება რომ ტრიბუნასთან ცემონ კაცი და ის პასუხისგებაში არ ეძლევა. და ჟურნალისტმა, რომელსაც თურმე ხალხი ამისნაირ, რომელსაც უკაცრავად ამ სიტყვაზე შეაფურთხეს რაღაცა ქნეს და ეს და ის პოლიციელები, ახლა ჩვენ ხო ვიცით ძალიან კარგად, პოლიციელებიც ადამიანები არიან და ემოციურად შეიძლება რაღაც გააკეთო, ხო? ესე იგი ყველაფერი იმ რაც მას გაუკეთეს გადაგდებულია გვერდზე და ამ ქალსაც არის და ზის ციხეში. როგორ შეიძლება დღეს ჰუმანისტი ადამიანი იყო და ამბობდა იმას, რომ ქალი ციხეში იყოს? რეზო ჩხეიძე რატომ იყო ძლიერი? ვერ მიაღწია დღეს მარგველაშვილი ძალიან ბევრს ვლაპარაკობს პრეზიდენტთან, ვერ მიაღწია, რამდენიმე რამეს ითხოვდა. და დაწერა წერილი და ერთხელ შეხვდა უნივერსიტეტის წინ 8 თებერვალი იყო და ტაძარში ვიყავით ჩვენ დავით აღმაშენებლის ტაძარში და უნივერსიტეტიდან გამოვიდა ესე იგი
პრეზიდენტი იყო მაშინ მარგელაშვილი და ბატონი რეზო შეხვდა იქ და უთხრა რომ მე ჩემს საკითხზე არ მოვდივარ მინდა რომ 2-3 წუთით მოვიდეო რისთვის მიდიოდა რეზო ჩხეიძე პრეზიდენტთან ნახეთ ქარს რა უნდა ციხეში ეს იყო პირველი მოთხოვნა მეორე 65 წელს გადაცილებული ადამიანი თუ ხალატი არ ჩაუდენია ქვეყნის და ბავშვი არ უნდა იყოს ციხეში აი ჰუმანისტი დღეს ოღონდ ხელისუფლებას ტაში დაუკრან და ოღონდ ხელისუფლებას რაღაც აი გაეგონ ფერქვეშ აღარ მინდა გამოვიყენო მინდია უგრეხელიძის სიტყვა რომ საპონი დანიშნულებისამებრ არასდროს არ გამოუყენებიათ ოღონდ ესე ამართლებენ ყველაფერს ჩემთვის ყველანაირი ციხე და ციხეში ადამიანების გაშვება არის აბსურდი ხმამაღლა ვამბობ ამას ის კაცი რომელიც ვიყავი ქალაქის მერი თბილისიდან გამიშვესო დასაჭერია ყველა პოლიტიკოსი დასაჭერია ესენი ერთი კაცი არ დამიჭერია სითფო შევქმენი გავაერთიანე ხალხი და სასწაული შედეგები მივაღწია და არავითარი არის დაცვა და მე არ მჭირდებოდა და არავის ქალაქში და რაღაც თვითმმართველობის პრინციპებზე გადავიყვანეთ რა ვერ გავიგე რას ჩვენი ჩვენ ამ ახალგაზრდა ხალხს რა გასაგებია მამარდაშვილი იყო გენიოსი რომელმაც თქვა რომ ხელისუფლება აკეთ მიტინგების ესე იგი მიტინგების საფუძველი არის ხელისუფლებების გადაწყვეტილებები გამოდით და თქვით რომ ევროპასთან ვაჩერებთ ურთიერთობას და ამერიკასთან და ნორმალური ადამიანები გამოვიდნენ გარეთ მე ძალიან შემაწუხა ამან თავის დროზე არ დავიჯერე რომ ითქესა ასეთი რამ დამეთყარი ეგ ნორმალურ ადამიანს ამის თქვა შეეძლო მეთქი მე როცა მოვისმინე და ვნახე ეს ყველაფერი მე თქვი რომ ეხლა სახში გაჩერება დანაშენ ვინ სახში გაჩერდა მაშინ ან შეიძლება გაჩერდა მაგრამ ფიქრობდა ისევე როგორც მე ვფიქრობ ეხლა როგორ შეიძლება ამის თქმა ხმამაღლა ქუჩაში ხალხი გამოვიდა რა თქმა უნდა ავანტიურისტმა ვიღაცამ რაღაცა გამოიყენეს ქუჩაში არ უნდა გამოიყვანო ხალხი და ჩემი პოზიცია არის რომ ხალხს არ ქუჩა ქვეყანას არ ჭირდება ქუჩის რევოლუციები ქუჩის წინააღმდეგი ვარ საერთოდ მაგრამ ადამიანებმა თავის დამოკიდებულება გამოხატეს და იმას რა ნახეთ რას უშვებოდნენ პირველ რიგში იმას მე როდესაც მეცნიერთა კონგრესში მივიღეთ გადაწყვეტილება ბასიკ მოგვიელი ფსიქოლოგია ეს დიმიტრი უზნაძის თეორიის ერთ-ერთი დიდი პატივისცემელი და რაღაც აი როგორც ითქვიან აი ამის დიდი იმ ჯგუფთან ერთად არის რომელიც ამ თეორიებს მხარს უჭერს და ხალხში უნდა გავიდეს აი მან შევთანხმდით იმაზე რომ ჩავდგეთ ხალხსა და პოლიციას შორის და როცა კინოსახლში შევიკრიბეთ და ვთქვით რომ აიქიდან გავდივართ პირდაპირ თქო იმის შემდგომ მას პოლიცია გამოუყვანიათ არც არაფერი წავიდა ხო ეხლა პოლიცია მანამდე ტყვიებს ესროდნენ და რაღაც ლანძღავდნენ ეხლა წინ მოუძღვის ისიც შეცდომა იყო როცა ლანძღავდით ეხლა წინ მოუძღვის უკან მოყვება კიდე 30 კაც 50 პოლიციელი წინ და უკან მოყვება დაცინვა ხო არის ეს ყველაფრის ეს არის მასხრა დაგდება ქვეყნის ინტერესის და როდესაც ინტელიგენცია ასე დროს დუმს და ძალიან გული მწყდება ბევრი ვინმეზე დღეს ბატონი ირაკლი ბათიაშვილს მიულოცე აკადემიკოსობა და ზოგიერთმა რუსთაველის პრემია მიიღო ვაპირებ რომ ჩავიდე მათთან ველაპარაკო ყველას და უთხრა კი ბატონო ხო გახდით აკადემიკოსები ხო გახდით ისინი მაგრამ ერთი დამარწმუნეთ იმაში რომ ეს ქმედებები ხელისუფლების სწორია თუ ვერ მარწმუნებთ რა გინდათ ეს აკადემიკოსობა რა გინდათ ეს რუსთაველის პრემია რა გინდათ ეს პრემიები რომელიც რიგდება ყოველდღიურად ქვეყანაში ყველა სხვადასხვა პრემიები მოიგონა და რაღაცინი მე მახსოვს რომ ქუთაისში როდესაც ვიყავი და ქუთაისის მერიამ სამწერლო ორგანიზაციამ მხატვართა კავშირებმა შემოქმედებითმა კავშირებმა და მხატვართა კავშირმა დავაწესეთ რამდენიმე პრემია და ატყდა მთელი აბავი რომ ვინ ეკითხება იმათ ამას თავრობა უნდა ეხლა დღეს ყველა პიროვნება ახალი რაღაც პრემიებს და არ იგებენ ამას და არ თელი ამბები რა გინდათ ეს პრემიები როდესაც ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა ბატონებო რომ საჭმელი რომელსაც ჩვენ ჭამთ ეს არის საწამლავი რა გაჩერებთ სახში რა გინდათ ეს თქვენი მწერლობა რა გინდათ თქვენი მხატვრობა რა გინდათ თქვენი მუსიკოსობა რა გინდათ თქვენი თეატრალობა როდესაც ვიმეორებ
იმაზე მაინც გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, ქუჩაში თუ არ გამოვალთ ხმამაღლა ვთქვათ რომ რას გვაჭმევთ ხალხო? რატო შემოგვაქვს 80% პროდუქტები გარედან? და რატომ უკვე სენსაცია იქნება სექტემბრის თვეში მეცნიერთა ძალიან კომპეტენტური ჯგუფი რომ იტყვის იმას რომ კვების პროდუქტები შემოდის ქვეყანაში და ზოგიერთი იწარმოება ქვეყანაში რომელიც ეს პროდუქტები ქალში მამაკაცის ჰორმონებს აძლიერებს და კაცში ქალის ჰორმონებს აძლიერებს გუპავენ არის თუ არა სენსაციური განცხადება? არის. თქვენ ნახავთ მეცნიერთა ძალიან ძლიერი გუნდის დასკვნას ამასთან დაკავშირებით. და ვლაპარაკობთ იმას, რომ ის რატოა ეს ყველაფერი არის დემოგრაფიული სიტუაციაც, ეკოლოგიაც რომელი მდგომარეობაა ქვეყანაში. ამდენი აფთიაქი, ამდენი ლომბარდი, ამდენი წასული ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ეს არის შედეგი. მიზეზი რა არის? ქართულმა მიწამ დაკარგა ძალა. ქართული მიწა მოწამლეს თურქეთიდან შემოტანილი შხამქიმიკატებით. ქართული სული და ქართული ადამიანები მოწამლეს თურქეთიდან, ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საწამლავებით. ხარი დაუჭირეთ, კი ბატონო, იყავით ამ ხელისუფლებასთან და იყავით სადაც გინდათ იქ გაეგეთ ფეხქვეშ და რაც გინდათ კიდე ის გააკეთეთ. არ მინდა ლიტერატურული ისიც გამოვიყენო რომ იმიტომ რომ მაინც სხვა რამეა და არ მინდა დავემსგავსო სხვათა ენით მეტყველი არ მინდა გავხდე. რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ ან გითხარით რომ მე ვცდები მეცნიერები ცდებიან და მაშინ იმოქმედეთ. აი აქ დევს გვერდზე და კიდე ერთხელ მინდა ეს ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, ეხლა გადავიტანე კიდე. დიდხანს გაგრძელდა ისა, მაგრამ რამდენიმე რამ ვცუთეთ. აი ამ გვერდზე დევს თეიმურა შაშიაშვილი ამ Facebook-ზე. მე Facebook-ზე ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვაფერნებ, რომელიც მინდა რომ აი აგერ მიუმართავთ ხელისუფლების მომხრეებს. ერთი წლის წინამდელია, მაგრამ კიდე გავიმეორე. ან გადით ხალხში და დაარწმუნეთ, რომ კარგი ხელისუფლება გვყავს, ან მიდით ხელისუფლებასთან და უთხარით, რომ არ შეიძლება თქვენ ფუფუნებაში ცხოვრობდეთ, ხალხი კი სულს ღაფავდეს არსებობისთვის ბრძოლაში. და უფრო მეტიც კიდე, არ შეიძლება დახურული მაღაზიები იყოს დღეს ქვეყანაში, სადაც თქვენ ყიდულობთ აბსოლუტურად დაცულ 100, 200, 300 ლარის კილოგრამი ხორცი, პურიღის 30 ლარი კილოგრამი. ყველაფერს თქვენ სჭამდეთ განსაკუთრებულს და საწამლავს აჭმევდეთ ხალხს. შეიძლება ეს? მე ხوار გეუბნებით რომ ვიბრძოლოთ ხელისუფლებას. ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ადამიანებისთვის. დღეს მე ციფრები, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 2 კილოგრამი ყოფილა ჰერბიციდი, პესტიციდი, რომელიც უნდა გამოიყენო გექტარზე ალბათ, ხო? უნდა გამოიყენო წლის განმავლობაში. საქართველოში 12 კილოგრამი საწამლავია მიწაზე, რას გაუძლებს ამას ჩვენი მიწა, ჩვენი წყალი. ის რითაც ჩვენო, ჯერ ხუმუსი ხო აიღეს და წაიღეს სხვა ქვეყნებში. საშინელება მოხდა. ეს ისე ჩვენ დაიმათ, წაიღეს ჭკვიანი ხალხია ესენი, ისრაელში, აი ნუგელა, მიაქვთ ეგრე წყალი ჩვენთან მოდის, ამ წყალს ჩაასხამენ 10-15 ბოთლს წაიღებენ, პატარა ამპულებში ასხამენ, არაფერს არ უკეთებენ, ამპულებში ასხამენ და ყიდიან $60 ერთ იმას პაკეტს. ანუ ერთ ბოთლში $5,000 იგებენ. ჩვენთანაა ეს, აგერ არის ნუგელა. ჩვენი მეცნიერების დასკვნაა, რომ ეს ადამიანისთვის, ძვლებისთვის, ჯანმრთელობისთვის კარგია და მივყიდეთ ებრაელებს. ისინი უშვებენ ამას, ლიცენზია წაიღეს. სად ვარ ჩვენ? ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან წამოსული ქვეყანა. ყველაფერი უბედურება იწყება იქედან, რომ ქართული მიწას პატრონი აღარ ყავს. რომ გავყიდეთ ეს ხო ფაქტია, მოწამლულია, იწამლება წყალი, მოწამლულია ჰაერი, მოწამლულია საჭმელი, მოწამლულია ბევრი რამ და გადმოვიდა ეს უკვე ჩვენში და აგრესიულები გავხდით, იმიტომ რომ ჩვენ ტყით
სავსე პროდუქტებს ვიღებთ. აგერ ქალბატონმა კიკაძე მარიამ კიკაძემ მიაღწია ამაზე 12-14%-ია საქართველოში მოწეულ ხორბალში თქვია, წარმოუდგენელია. რუსეთიდან შემოტანილ ხორბალში თქვია არნახული მოცულობით. ამ ქალბატონმა 0-მდე დაიყვანა. 1000-ნაირ ინტრიგებს უწყობენ. რატომ? იმიტომ რომ არავის არ აწყობს გარღვევა ამ საქმეში. რომ პროდუქტები ნორმალური ვჭამოთ ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი დასკვნა მეცნიერებმა ამერიკაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, იაპონიაში, მათ შორის რუსეთში, ყველა მივიდა ერთ დასკვნამდე, რომ მიწა, წყალი, ხაერი, სითბო, ეს არის 4 რამ, რომელიც თუ ეს კარგია და ესე იგი მაღალი სტანდარტითაა, ამ მიწაზე მოწეული პროდუქტი არის წამალი. საქართველოში ჩვენთან მოწეულ პროდუქტს რომ ჭამდეთ, საქართველო დიდ სულიერ მისიას შეასრულებს. მაგრამ ჩვენ ჭამთ 80% გარედანაა შემოტანილი, ძირითადში თურქეთიდან. შემოგვაქვს ის, რასაც თურქები არ ჭამენ. შემოგვაქვს ის, რასაც ირანელები არ ჭამენ. შემოგვაქვს ის, რასაც სხვა ქვეყნები არ ჭამენ. ეხლა უკვე ამერიკიდან მოდის ის პროდუქტები, რომელიც აკრძალა ტრამპმა, მაგრამ წარმოება ხომ მიდის. მოდის და მოდის. ესე გამოვიდა რომ იმათი გამონაცვალი საჭმელი, მანქანა, კომპიუტერი, ტანსაცმელი, ყველაფერი საქართველოში ხალხო. და ჩვენ ლაპარაკობთ რაღაც ზღაპრულ რამეებზე გამოდიან, ესენი ყველაფერი ამ წიგნებში ჩადებულია. გვინდა ქვეყანა. მივხედოთ ქვეყანას, მივხედოთ ერთმანეთს, დავდგეთ ერთმანეთთან, გადავარჩინოთ ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით. მე არ დავტოვებ უყურადღებოდ, ეხლა დრო გავიდა და ამას აიგეთ, თქვათ ამოღებული მაქვს კომენტარები, რომელიც გააკეთეს, ეხლა წარმოგიდგენია თქვენ, ესე იგი ადამიანი აი ასეთ რამეს რომ იტყვის, ეხლა აგერ კიდე რომ ესე იგი გავხსნა და ესე იგი წავიკითხო ბატონმა ირაკლი ყობახიძემ რა თქვა კაცო, ეს მე უბრალოდ კიდე ერთხელ განვიცდი ძალიან. იცით რომ აი ქართველისგან არ მინდოდა ეს მე და მით უფრო პრემიერ-მინისტრი როცა ასეთ რამეს ამბობს. პარლამენტში მოგვიწია აგენტურის შეყვანა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც კი იკავებდა თავის დროზე უცხოელი აგენტი. ამას ამბობს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი. ხალხო ადამიანებო, თქვენ ხალხს ატყუებდით, რომ აი ჩვენ ასეთი ხალხი გვყავს სიაში და აი ესენი არიან ქვეყნის გადამრჩენები და აგენტები ყოლიათ და იცოდით რომ აგენტები იყვნენ? გვატყუებდით? ამიტომ ამბობთ სიყალბეში გვაცხოვრებთ, სიცრუეში გვაცხოვრებთ და კორუფციაში გვაცხოვრებთ. მონები ხავთ შეყვანილი, ხმას ვერ იღებს ვერავინ პარლამენტში, იმიტომ რომ მილიონერები ხავთ და დაიჭერთ როცა გინდათ. ფული საქართველოში არავის არ აქვს წესიერი გზით ნაშოვნი. ამისი მიმართე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს სან მონაცვლეთ ვინ შემოვიდა როცა პარლამენტიდან გადით. ჯერეთი ეს რა ტრაგედიაა, როდესაც პირველი ნომერი იყო ბიძინავანიშვილი, მეორე ნომერი იყო ყობახიძე, მესამე ნომერი იყო ღარიბაშვილი. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე პარლამენტში არ არის. ჩვენ რომ დღეს ქვეყანაში ღირსება გამოძრავებდეს, ყველა ვიტყვით რომ ხალხო თქვენ ვინ ხართ? რატო იყავს პირველი ნომერი? მე შენ მოგეცი ხმა. რატო იყავი მეორე ნომერი? შენ მოგეცი ხმა. რატო იყავი მესამე ნომერი? შენ მოგეცი ხმა. აგენტი ხავდათ მესამე ნომრად? და აგენტები ხავდათ ციაში. პრემიერ-მინისტრებად ხავდათ აგენტები, თქვენ თვითონ ამბობთ, მე ხوار ვამბობ ამას. ჩვენ რომ ვამბობდით თქვენ ამ როგორ ლანძღავენ ჩვენ ხალხს და დღეს ყავთ კარგი ხალხი? შეიძლება რომ 51 თუ 61 მილიონერი იყოს პარლამენტში, სადაც 90 კაცია. და მითხარით ერთი საქართველოში ფული როგორ შეიძლება გავტარიყავი მილიონერი იმ ქვეყანაში, სადაც ერთი მხატვარი, ერთი მწერალი, ერთი მუსიკოსი, ერთი თეატრალი, ერთი ექიმი, ერთი პედაგოგი, ერთი მეცნიერი არ არის მილიონერი. სირცხვილია იმ ქვეყანაში იყო მილიონერი, სადაც თელ მსოფლიოში მილიონერები არიან სწორედ ის ხალხი, ვინც მე ჩამოგითვალეთ ნებისმიერ ქვეყანაში.
ჩვენთან მარკესი ისეთი მილიონერი და მილიარდერი იყო და გურამ დოჩანაშვილი აი აგერი და ჭაბუ ამირეჯიბი როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან და დიდი მწერლები და დიდი პოეტები რომ ვიღაცა 500 წელს და 1000 წელს რომ გაუგზავნით და იმას რომ მიშერებოდნენ აქამდე დაგვიყვანეს ჩვენ აქამდე დაგვამცირეს ჩვენ მე ვისურვებდი იმას რომ აი 21 სექტემბერს სწორედ ეს გუშინ თქვით რომ 21 სექტემბერს რა თქმა უნდა წინააღმდეგობა იქნება არ დაუშვენ ბევრს ეთქვიან არ მიხვიდეთ 10 კაცი მოვა 20 200 თუ 300 რამდენიც იქნება სიაში იმდენივე პირველი გადაწყვეტილება რა იქნება რომ შევთანხმდეთ გარკვეულ ჯგუფზე რომელიც მივა იმ ადამიანებთან ვინც რეალურად მართავენ ამ ქვეყანას ან ამ ადამიანებმა მე მივმართავ ყველას და ვეუბნები რომ დაწყებული დიდი მეცნიერებით დიდი სპორტსმენებით დიდი მოღვაწეებით ყველას ვეუბნები თქვენ ან დაგვარწმუნეთ ჩვენ იმაში რომ ამ ქვეყანაში კარგად მიდის საქმე გამოდით და უთხარით ხალხს მე დარწმუნება არ მინდა გამოდით და უთხარით გაბატონო ნონა გამოდით და უთხარით თუ ხალხს საქმე კარგად მიდის ბატონო რომან გამოდით და უთხარით რომ კარგად მიდის მივმართავ აკადემიკოსებს გამოდით და უთხარით ქვეყანას რომ საქმე კარგად მიდის მივმართავ მწერლებს წერათა კავშირის თავმჯდომარეს და ლიტერატურული გაზეთების რედაქტორებს გამოდით და უთხარით რომ ყველაფერი კარგად მიდის მივმართავ დიდ თეატრალებს თეატრის ბატონ ესე იგი რობიკო სტურუას მივმართავ გამოდით ბატონო რობიკო და უთხარით ხალხს რომ ყველაფერი კარგად მიდის ქვეყანაში და ხალხს უთხარით ეს ოღონდ უთხარით აი რომ არ ეუბნებით ესე იგი არ არის ყველაფერი კარგად ხომ მაშინ რატომ ხარ ჩუმად რა არის თელი მსოფლიოს მამოძრავებელი არის ინტელიგენცია წერალი მხატვარი მეცნიერი მუსიკოსი ნუ ძლიერი მაინც ყველაზე მეტად წერალი როგორ შეიძლება ბატონებო რომ ხალხი ასე გვინავდეს გაჭირებისგან ასე ვარ გაკიდულები ვის და მე ჩემს რო ძალიან კარგად მეცხოვრა არა მარტო იმიტომ რომ გუბერნატორი რო ვიყავი იმ პერიოდში მაგრამ ეს ამას შუბლის ხელი უნდა და უწესო უნდა გამختارიყავი და ეხლაც შემეძგო რომ თქვა აი ისევე როგორც თქვენ მიცოცხლდა ძალიან ბევრი მაგრამ მე ამას არ ვაკადრებდი არ ჩემ გვარს არ ჩემს ოჯახს და არ საკუთარ თავს და არ ჩემ მეგობრებს და ახლობლებს რომ ვინმე რაღაც ხვეწნა მუდარა მაგრამ მე რომ ვარ წარე ჩემფასებელი ეს იმის გამო კი არა რომ მათი წინააღმდეგი ვარ მე ვეუბნები იმას რომ მასხლად ნოიგდებთ საქართველოს თქვენი მასხლად სასაგდები არ არის საქართველო ეს ხალხი და პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე მასხლად სასაგდები არ არის საქართველო არ ჩახარ დამალული ხარ და ყველა ხედავს იმას და თქვენ მართავთ ამ ქვეყანას არის ადვილი ამის თქმა ჩემთვის არ არის არ ვარ მე ცუდად აღზრდილი პიროვნება არ ვარ მე ისეთ ოჯახში და ისეთ გარემოში და ისეთი მასწავლებლები მყავდა და ისეთი მეგობრები და ისეთი გარემო და მე ვამბობ იმას რომ ოჯახითაც სანათესაოთი ყველა მე არც პარტიის წევრი არც დედის არც მამის რო არავინ არ მყოლია ყველა იყო ძალიან ღირსეული ადამიანი მასწავლებლები მყავდა უძვირფასესი უნივერსიტეტში ინსტიტუტში ყველგან სადაც მუშაობდი ილია მანდარიას სახელი იყო სტამბაში რომ მუშაობდი რაღაც ესე იგი წერლობის და ამის თუ ვინმე დიდი მწერალი იყო და ის იქნახე თამაზი მედაძის თავგებისავარ მე ვთქვათ აი როგორც იტყვიან აი და იმ თაობის კომკავშირში უწესიერესი კაცი ჟიული შარტავა მე როგორ შემიძლია სხვანაირი ვიყო დღეს თუ მე ღირსება გამაჩნია მე საკუთარ თავს კი არ უღალატებდი მარტო აი ამათ უღალატებდი ყველა ჩემს მასწავლებელს მშობლებს ყველას თამაზი მედაძე ჟიული შარტავას და ყველას უღალატებდი მე თუ სხვა გზით წავიდოდი მე თუ დღეს გავჩუმდები ეს ნიშნავს რომ ამ ხალხს ვღალატობ ჟიული შარტავამ ისეთი რამ გააკეთა ყველა დაიჯება ვინც თქვათ იმ განწყობას არ გაიზიარებს კაცმა უდიდესი სირცხვილი ჩამორეცხა რომელიც დაგროვილი იყო ქვეყანაში
თავისი ქმედებით. უდიდესი სირცხვილი ჩამორეცხა ყველას. მე რა უფლება მაქვს დღეს, როდესაც თქვათ აი რაღაც წარმოუდგენელი პატივისცემით იყო ჩემს მიმართ, როდესაც აი რაღაც არნახული პირიქით მე შეიძლება მე ვერ ვიყავი ისე მის მიმართ, როგორც ის იყო ჩემს მიმართ. და არ არის მათზე მათო საუბარი, უამრავი ადამიანი, რომელთანაც მე ვიმუშავე, ვისთანაც მე მომიწია იმ შემდგომ, როდესაც დაუბრუნდი აი თუნდაც განყოფილების ხელმძღვანელი, რომელშიც მე მუშაობდი, ბატონი ზურაბ ჩხეიძე იქ ნახე პირველი. მაგრამ მე უფრო დიდი მხარდამჭერი ცხოვრებაში ნაკლებად მყოლია ვინმე. და ქთამი არ გადამიხდია და ფული არ მემეცია. ეს ისეთი თაობა და ისეთი ხალხი იყო. და უფრო დიდი დიპლომატი დღეს ქვეყანას არ აღავს ვიდრე პეტრე ჩხეიძეა და მე ვამაყობ ამით. ესენი თავისუფალი ადამიანები არიან, უკომპლექსო ადამიანები არიან, ამისი ვებუნებოდი ერთვინმეს ამერიკაში რომ ჩავედი პირველად ელჩი იყო მაშინ და გაეროში გადაყავდათ. აეროპორტში დამხვდა, მე მისი რიგითი თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ რომ ჩავედი როგორც გუბერნატორი, მერი, ქალაქის მერი ჩავედი, აეროპორტში დამხვდა. და კომპლექსი კი არ ქონდა. ესე ხელში მართმევდა ჩემოდანს და ერთად და რაღაცა უბრალოდ მაშინ ნახე, აი რას ნიშნავს უკომპლექსო ადამიანი, განათლებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ყველაფერი. მე უამრავი ეს ვინც გითხარით, ძალიან ბევრი პიროვნება, რეზო თაბუკაშვილი ჩემთვის უდიდესი მაგალითი იყო და მე აქ გავიზარდე, მე ამ ხალხს არ უღალატებ და ვერ უღალატებ. მე ძალიან მინდა. ვიცი დღეს ძალიან კარგად. რეზო თაბუკაშვილი რომ იყოს დღეს ცოცხალი, ამას ვერ შეეგუებოდა. ნუ ეგუებით თქვენ. ვისაც ამის წონა გაქვთ, სიტყვა გაქვთ და დამსახურება გაქვთ. მე ხوار გეუნებით რომ გამოხვიდოთ და ლანძღოთ. მე ბატონ ჯუმბერ კოპანიას, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა ძალიან ისა გვაქვს, მასთან ხშირად ამაზე ვეუბნები რომ ბატონო ჯუმბერ, ჩემთან კი არ გინდა თქვენ დაცვა ვინმესი და რაღაც აი გვარებს თუ დავასახელებთ და არ უყვარს როცა აი ივანიშვილს და ვინმეს ასახელებენ. მიდით ივანიშვილთან და იმუშავეთ და უთხარეთ რომ ასე არ შეიძლება. ან და გამოდით და ხალხს უთხარით რომ ყველაფერი კარგად მიდის. და ყველაფერი კარგად არის. და მე თქვენ მეცნიერებაზე დაგტობით დაგარწმუნებთ იმაში, რომ 7-8% კეთდება დღეს ქვეყანაში იმისა, რაც შეიძლება კეთებოდეს, ანუ 10-ჯერ მეტი შეიძლება კეთებოდეს, რომ ბიუჯეტში შესული ყოველი ფული 10 თეთრის საქმეს აკეთებს დღეს. 10 თეთრის, 100 საქმეს აკეთებს. იმ დანარჩენში კორუფცია და არაკვალიფიციურობა. ორივე ერთად. მე ვქმნი ამას. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ბიჭი გარდაიცვალა ჭიათურაში. და 13 წლის და რით საშინელებებს აკეთებს ყველაფერს, რასაც ჭიათურ მანგანუმი დღეს უკეთებს იმ რეგიონს, რომელიც უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, ხალხი ყველაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს. დღეს რეალურად მაჩვენეთ ერთი პიროვნება, ან კიდე ჭიათურლებს მინდა გითხრათ რომ აი როცა გუბერნატორი ვიყავი, იგივეს ამხობდი ხელისუფლებას, ვეუბნებოდი რომ ჭიათურაში ხალხი უნდა ცხოვრობდეს ყველაზე კარგად, ზესტაფონში ხალხი უნდა ცხოვრობდეს ყველაზე კარგად. და როგორ ცხოვრობს? და ვამბობდი რომ მივხედოთ ძალიან ბევრ რამეს და რაც კურორტებზე ვლაპარაკობდით საირმეს. საირმე ჩააბარეს და ფეოდალი გახადეს ერთი პიროვნება იქაური და ვინც ეწინააღმდეგება მას სახლებში შეუვარდნენ და ამოწმებენ რომ ვინ არიან და რაღაცა ჩაუდებენ ალბათ შიგნით ამას, ოღონდ იმ ფეოდალს დაუჭირონ მხარი. ვერ გაგრძელდება ასე. კაი მოიგებთ ახლა, დაიჭერთ ვიღაცას. 5 წლის მერე, 10 წლის მერე. აღარ გინდა ცხოვრება ამ ქვეყანაში. მაგრამ ნუ ესე იგი შიში შეიყვარულსა, ეს არ არის მუშტი. უფლის გეშინოდეთ. ისეთი ცოდვა არ უნდა ჩაიდინოთ, რომ თქვენ შთამომავლობაში გადავიდეს. მეტი უარესი ცოდვა რა უნდა იყოს, რომ ესე იგი აიბრძო იმ ადამიანებს, რომელმაც საირმე შეინარჩუნეს. და ეს მარტო ერთ ადგილზე ხო არ ხდება. საშინელება როგორ ეს ფულიანები, ეს მდიდრები ფეოდალებად იქცნენ რაიონებში, დაავალებენ ახლა და ეთქვენ არჩევნების დროს, აბა თქვენ იცით. და მოაგებინებენ არჩევნებს. უფალია განმჟელი.
ამ პიროვნებასაც ეშინოდეს და მათ შთაუმორლობაში არ იქნება წესიერება და არ იქნება ამ ოჯახებში სიკეთე, რომლებიც ამ გზით მიდიან. მე არავის არაფერს არც მოუწოდებ, არაფერს არ ვეუბნებ, მე ვამბობ იმას, როგორც მინდა მე თვითონ ვიცხოვრო. არ უნდა ჩაიდინო ესეთი რამ, რომლის გამოც შენ შთამომავლობაში აგებინებს პაზოს, ცოდვა არ უნდა ჩაიდინო. და განსაცდელი არ არის ბოროტება. თავარია რომ მიხვდე, განსაცდელი გაძლიერებს, თუ მიხვდები იმას. ჩვენ გვაქვს განსაცდელი. თუ ჩვენ ყველანი ერთად აი რაღაც შევკრავთ ჩვენს იმას, მე გარწმუნებ თქვენ რომ რეალურად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდებით. და მართლაც ირმის ნახტომი იქნება. ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი. ამ ქვეყანას რა უნდა ხელისუფლება, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნით შურიზიებით და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გააჩნია. ლანძღავ ამერიკას, კი ბატონო, მაგრამ ნუ ეგები ფერქვეშ რუსეთს და ნუ ეგები ფერქვეშ ირანს და ნუ ეგები ფერქვეშ ჩინეთს და ნუ ეგები ნუ რავის ფერქვეშ საერთოდ. ამერიკის განცვლა და ევროპის განცვლა გჭირდება იმიტომ, რომ იმათ გაეგო ფერქვეშ. მაგრამ ხალხი ამას ხوار ხედავს, რომ იმათ, იმიტომ რომ ამას ხმამაღლა არ ამბობს. მაგრამ ხელშეკრულება, რომელიც გააფორმეთ ჩინეთთან, ამას ყოველთვის ვილაპარაკებთ. წაიკითხეთ ყველამ. და ვისაც ის მოეწონება, ის ქართველი არ არის. და თუ ასეთი ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, რომელიც ქართული არ არის, როგორ მოგწონთ ეს? მძიმე პროცესი მიდის. ჩვენი პოზიცია იყო, საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ამდენი წელია 92 წლიდან განსაკუთრებით, ანუ ეს არის უკვე 33-34 წელია, არის სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა. ეს არის კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. ვერ აღმოჩნდა ქვეყნის ხელისუფლებაში გუნდი, რომელიც ქვეყანას ამ ფუნქციას დააკარგვინებდა. რა ფუნქციას? რომ საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. მაშინ რა უნდა იყოს? საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზეგდების ადგილი. ქართული ინტერესი არ მიწერია. ეს რა განცხადებაა? ეს არის განცხადება, რომელიც წინ საქართველოს, სადაც ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი კობახიძე, ბალხას გულაშვილი, ესე იგი ძალიან ბევრი ვიყავით მაშინ ერაბ ჯიბლაძე, მიხეილ ქურდიანი და სხვები, აი მაშინ რომელი წელი 2004-5-6 წლები ეს დავწერეთ რომ საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზენდების ადგილი. მე რაც მოვაწერე ხელი მაშინ იმის ერთგული დავჭი. ვინც ამას უღალატეთ თქვენს ოჯახებში, ეს უკვე თქვენი პრობლემაა და არა ჩემი, მაგრამ ჩემი პრობლემა ხდება, იმიტომ რომ ქვეყნის პრობლემა გახდა ეს. არ შეიძლება საქართველო რომელიმეს ებრძოდეს და რომელიმეს ეგებოდეს ფერქვეშ. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები. ყველა პოლიტიკოსი, ყველა პარტია, ხელისუფლებაა თუ ხელისუფლების გარეთ. გარეთ ეძებენ ფულს და გარეთ ეძებენ პატრონებს. ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ დღეებში დაწერა, რომ ჩინეთიდან დიდი ფული შემოვა. ჩინეთმა ფულით საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა სერბეთით მოყოლებული მთელი აფრიკა და ისინი დაიმონეს. როგორც მსოფლიო სავალუტო ფონდი აყენებს ამას. კარგი, სწორი პოლიტიკის პირობებში და მეცნიერებაზე დაყრდნობით საქართველოს არაფერი არ ჭირდება გარდა იმისა, რომ ჩვენ ჭირდება ვიცოდეთ ჩვენი პოტენციალი, ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ვართ რეალურად და გქონდეს ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ ეს პოტენციალი მოქმედებაში. ეს აქვს მეცნიერთა კონგრესს. ასე ჩამოყალიბებულად ეს არავის არ გააჩნია დღეს ქვეყანაში. არც ქონია და არც არავის აქვს. გინდათ შევერთეთ ამაში. ჩვენ ვეუბნებით ყველას რომ შევჭამეთ ერთმანეთი. მოდით, ეს არის საქართველოს ინვენტარიზაცია, ინტეგრალური რესურსები. მოდით, ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანამ გაგვაერთიანოს.
შევკრას რომ ამის პატრონი ქვეყანა ვარ ჩვენ ეს სასწაული წიგნია ეს რომელმაც ერთად შეკრა ყველაფერი რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს როცა გადაცემა დამთავრდა სასწაული რამეები კიდე მეცნიერებმა ილაპარაკეს ბატონმა თენგი ჯალიაშვილმა ესე იგი აი რაღაც სასწაული რამეები არის და ძალიან მიხარია რომ ასეთი გუნდი ბატონი თენგი ჯალიაშვილი ბატონი ესე იგი გაბატონი მარიამ კიკაძე ბატონი ზურაბ კუმსიაშვილი და ბატონი გიორგი წივწივაძე მე ამავე დროს დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ შოთა ჩხეიძეს რომელიც ამერიკაში იყო და დღესაც იქ არის რამდენიმე წელია აი ყველაფერი იმ გაკვეთილებისთვის რომელსაც ესენი გვაძლევდნენ ბატონ რამაზ გახოკიძეს რომელსაც სასწაული რამეები გვითხრა თავიდან და ძალიან ბევრი რამ და აი თუნდაც მის საშუალებით გავიცანით ჩვენ ბატონი თენგი ჯალიაშვილი მე ასევე ბატონ გიანა დარიაშვილის ბატონ ესე იგი არ არის უკვე გარდაიცვალა ბატონი კოგუაშვილი სასწაული რამეები გაკვეთილები მიმიღია მათგან და უამრავი ადამიანია ასეთი და დღეს მეცნიერთა კონგრესში არიან ესენი ჩვენ დღეს რეალურად გვაქვს ერთი ეროვნული სახელმწიფოებრივი არის ის რომ ჩვენ ვიცოდეთ კარგად მოვლა მიწის პესტიციდები და შხამქიმიკატები აბრძალოთ გარედან პროდუქტების შემოტანა შევამციროთ და გავამკაცროთ კონტროლი გარედან შემოტანილ პროდუქტებზე და ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქტებზე და უმკაცრესად დაისაჯოს ის ვინც უხარისხო პროდუქციას უშვებს და ისინიც კი ვინმე დიდ მოგებას დებენ ამ იმაში ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული კონტროლი იმისა რასაც ვჭამთ აშკარაა რომ საჭმელი ჩვენ და იმდენ ტყვიას ვიღებთ რომ აგრესიულები გავხდით და ვჭამთ უკვე ერთმანეთს და უკვე ახალი და სექტემბერში გამოვა ძალიან სერიოზული ანალიზი რომელიც ადასტურებს იმას რომ კვების პროდუქტები შემოდის გარედან და იწარმოება ქვეყანაშიც ძალიან ბევრი დიდი ობიექტებია ლამაზი გახსნილი რომლებიც ქალში მამაკაცის ჰორმონებს ამრავლებს და ესე იგი ქალში ესა კაცში ქალის ჰორმონებს ამრავლებს ღუპავენ გამოფხიზდეთ შემოძახილი ჭირდება ქვეყანას და შემომძახებლები ჭირდება რამდენჯერმე მithქვამს ამ დიდი პიროვნებებისთვის რომ აი თქვა მე არ ვიყო პოლიტიკოსი და მქონდეს თქვა აი ის ტიტულები რომელიც თქვენ გაგაჩნიათ თქო რატომ იმიტომ რომ მართლაც აი სიცოცხლის ფასად დავდგებოდი ხალხთან მე ისედაც ვდგევარ მაგრამ ჩემი სიტყვა მაინც პოლიტიკოსია და ასე უნდა თქვას მე არ ვარ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი და მე არ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი მე ვლაპარაკობ როგორც ქართველი ვლაპარაკობ ადამიანი აი რომელიც ძმობით და მეგობრობით ვარ ყველას მიმართ რომელსაც აი ესე იგი რა არის შურიზება დავკარგე გავიმარჯვე საკუთარ თავზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ როდესაც აკრძალეს დაკეტეს ყველაფერი და გელათში ჩავედი და დავიჭირე წიგნი რომელიც ყველა გვარი თქვენ იცით რომ ესე იგი ბატონმა ავთანდილ სილაგაძემ გამოცა წიგნი აი პრივატიზაცია რომ მოხდა ყველა გვარია შეკ და დავიჭირე და მამა იოსებთან და მისი ლოცვა გურთხევით ყველა გვარი წავიკითხე 7 საათის განმავლობაში და რადგან ისინი ეკლესიებში ვერ მიდიოდა ძალიან ბევრი და ყველა გვარს რაც იმ წიგნშია მოცემული ესე იგი მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ როგორ ვიყავი ზოგიერთ გვარზე რომ მივედი სახელით თქვი იმ პიროვნებების რომლებიც ჩემს მიმართ ბძიმედ არიან მათ გონიათ რომ მე მათ ვებძი არა ჩვენ ამ ქვეყანაში ერთმანეთსადმი სიკეთით უნდა ვიყოთ არის ერთი კარგი გამონათქვამი ისეთი დილა გათენდა ტერს რომ შევყროდი ალარ ძმასავით გაუღიმებდიო არის კიდე ერთი ძალიან ძლიერი გამონათქვამი რომ მიმრავლეო სათნოების დღეო და სათნოების დღე რა არის ბევრი რამეა მაგრამ დავარს გამოვყოფ სათნოების დღე არის ის რომ მე საკუთარი ცოდვების ანათემის და სხვათა ცოდვების გამართლების დღე მიმრავლეო აი რა დიდი კაცი უნდა იყო დღეს რა არის საჭირო ვაჟა-ფშაველას იუბილე იქნება 30 დაბადების დღე მოდის 30-ში თაც მაღალია პარიც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალი
და აი სწორედ აი ასეთ კაცებს, ასეთი აზროვნების კაცებს შეუძლიათ შეკრან ქვეყანა. შეკრან ქვეყანა. და იცოდნენ ერთი, რასაც ამბობდა ვაჟა-ფშაველა. მომავლის საქართველოსთვის პერეფრას ვაკეთებ. ყველაზე კარგია თვალებ ახილებული ხალხი. ნუაბნელებთ ამ ტელევიზიებით ხალხს. თვალებ ახილებული ხალხი. ხალხმა უნდა იცოდეს რა ჭამს. ხალხმა უნდა იცოდეს რომ სიცოცხლეში ცხოვრება არ შეიძლება. ხალხმა უნდა იცოდეს რომ მონები არ უნდა ვიყოთ. ხალხმა უნდა იცოდეს რომ არ შეიძლება პარლამენტში მილიონერები გყავდეს. ხალხმა უნდა იცოდეს ის რომ ვთქვათ ფეოდალები არ უნდა გყავდეს და ფეოდალურ ხანაში არ უნდა ცხოვრობდნენ. ხალხმა უნდა იცოდეს ის რომ ლანძღვა გინება ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ქვეყნის შენება. პოლიტიკა არის იცოდე რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, იცოდე რა მდგომარეობაშია ქვეყანა, კონდეს პროგრამა, როგორ მოიყვანო ეს პოტენციალი მოქმედებაში და კონდეს ნება, პოლიტიკური ნება იმისა, რომ აი კონცენტრირება გააკეთო იმაზე, რომ ეს პროგრამა მოიყვანო მოქმედებაში. ასეთია მეცნიერთა კონგრესი. ვიყოთ მაგრად, არის ბედნიერება, რომ ქვეყანაში არის რგოლი. აქ არ არის ერთ კაცი ლაპარაკი, აქ არის რგოლი 500-მდე კაცი მეცნიერი, რომლებიც ღირსებით არიან სავსენი, რომლებსაც დიდი პროგრამები დაწერეს და რომლებსაც ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი ქვეყნის მომავალი, არაფერი საშიში არ არის, მხოლოდ არის თავარი. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. რომ ქვეყანას არ ჭირდება არც ქუჩის რევოლუციები, ამ ქვეყანას არ ჭირდება არც ტყის სროლა და არაფერი, ამ ქვეყანას ჭირდება ერთადერთი ინტელექტუალური რევოლუცია. თუ რადიკალიზმი არ ვარგა, მაგრამ რადიკალიზმი არის ერთ რამეში კარგი. ეს არის ინტელექტუალური რადიკალიზაცია ჭირდება ამ ქვეყანას. ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა გვინდა ჩვენ და არა ფულის უფლების ქვეყანა. მაგრად ვიყოთ.